დაცემა ორივე ბეჭდზე იქნება მწვავე, მალე იქნება ახალი არჩევნები. გადასარევად გამოიყურებით. ყველა დიდი იდეას ჯერ დასცინიან, მერე ებრძვიან, მერე აღიარებენ. ყოველთვის უყვარდით თქვენ ადამიანებს. ისინი ამბობენ, რომ პარტიები არ დაგვანახოთ. პოლიტიკა არ გაგვაგონოთ. ერთი რასაც ვერ გააწყართ აი ამ ჭორვილ პუტინიც. დაიწყეთ უკვე. დაიწყა უკვე. ყველა ოლიგარქის მწველავი იყო ხუხაშვილი, იუდა ისკარიოტელის პირდაპირ შთამომავალი. ეხლაც დაუთმობ ივანიშვილს საგრებულოს თავმჯდომარეობას, ოღონდ დაგონებოს თავით. ერთ წელში ტიპმა შეცვალა 13 მძღოლი, ჯერა და სარჩელი ვერ შევეტანებ ოცნების შტაბში გაგვიბრაზდებიან. ესეთი ხალხი ხო არ მომრავლდა საქართველოში, ვინც ხელი ჩაიქნია. პირდაპირ გეტყვით ყოველგვარი ისეთი დიპლომატიის გარეშე, როცა ოპოზიცია კარგავს ფორმას, მერე მოდიან დიქტატორები. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ პოლიტიკა. თქვენ არ გაქვთ ეგანს და რომ მეტი შეგიძლიათ ამ პროცესში გააკეთოთ? სახელმწიფოებრიობა გაუქმებულია. სადამდე შეიძლება მივიდეს რეპრესიების მანქანა? არ არსებობს ხვრელი, სადაც ივანიშვილი შეძრობა და გადარჩება. აი საქართველოს დიაგნოზი დაუსვათ დღეს. ხალხმა უნდა აჩვენოს პოლიტიკოსებს, რომ საბრძოლოდად ის განწყობილი, ქვეყანას არ დათმობს და არც პოლიტიკოსებს აპატიებს მაიმუნობას და ღალატს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ გადაცემას YouTube-არ ხმის მინეზე ცხელი სკამი. ჩემთან გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და დღეს ჩვენი სტუმარია, არც მეტი არც ნაკლები, ბატონი შალვა ათელაშვილი, ვეტერანი პოლიტიკოსი. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტაროთ და დაალაიქოთ, რომ რაც უფრო მეტმა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი გადაცემა. გამარჯვებებს და წარმატებებს უსურვებთ თქვენ პოდკასტს. მოგესალმებით. გამგრალებოდეთ მაყურებელი. და მინდა მივლოცო ყველას ბრწყინვალე დღე ამაღლების. ამაღლებული იყო საქართველო. ამაღლებული ყავით ყოველი ჩვენგანი იმ წერვალზე, რომელიც გველოდება აუცილებლად ეს გამარჯვება და ბედნიერი აყვავებული ერთიანი საქართველო. გადასარევად გამოიყურებით. არასდროს არ მithქვავს ესეთი პირდაპირი კომპლიმენტი აქ ყოფი ადამიანისთვის, მაიდაბაის თქვენზე. პოლიტიკოსი რო ცუდად გამოიყურება, დავანებოთ ყველაფერს თავი, ამორჩეველს კარგავს. კი ბატონო. ამიტომ უზრუნავთ ამ თემაზეც. ეგეთი მაგრამ მარტო გამოყურებით ვერ ასე ვთქვათ. გადავიდეთ ამორჩეველის ყურადღებას. გადავიდეთ ახლა საქმეზეც. ესე იგი ძალიან დავიწყოთ ძველიანობით თუ ახალი. ძალიან შორეული ალბათ ახლით მაინც ძალიან შორეული ექსკურსი რო არ გამოგვივიდეს. სწორი, ახლით ჯობია პრაგმატიზმისთვის. მოკლედ შევაჯამებ, მოკლედ თქვენი პოლიტიკური საქმიანობის მრავალწლიან პერიოდში იყო პერიოდი, როდესაც ყველაზე რეიტინგულიც კი ეთქმოდა ლეიბორისტულ პარტიას. ეთქმოდა კი არა ვიყავით. საქართველოში ეთქმოდა კი არა იყავით, ხო, შეგვიძლია ასე. მათ შორის საერთაშორისო რეიტინგები. ხო. შემდეგ მოვიდა 78%. 78 ცოტა ბევრია მგონი. არა, ბევრიალობა. 78 რომელ წლებში ეს მაშინ 2002-3 ვარდების რევოლუციამდე. ხო, შემდეგ იყო რაღაც პერიოდი, როდესაც მე ვეცდები ხა კორექტული სიტყვები შევარჩიო, ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა თითქოს აღარ აღიქვა რაღაცები სერიოზულად და უფრო ყოველთვის უყვარდით თქვენ ადამიანებს, პირდაპირ ესე გულახდილად დავიწყებ რა საუბარს. ეგ ბედნიერება ყოველთვის ჰქონდა. უყვარდით, უბრალოდ შემდეგ მოვიდა პერიოდი, როდესაც საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაიწყო იმაზე, რაზეც თქვენ საუბრობდით, უფრო არასერიოზულად და კომიკურად შეხედვა და კი, როგორ კარგ რაღაცებს ამბობს ბატონი შალვა, როგორ გვაცინებს, მაგრამ ამას თითქოს სერიოზულად აღარ უყურებდნენ. ახლანდელ ხა რეალობაში რომ მივიდეთ, მე მახსენდება გადაცემის პერიოდში შევეხები რამდენიმე ისეთი რამე, რაც როდესაც თქვენ გითხოვთ თავის დროზე ცოტა ღიმილის მომგვრელად ჩანდა, მაგრამ შემდეგ დავინახეთ, რომ თურმე სერიოზულად ყოფილა ის პროგნოზები სერიოზული ყოფილა, რასაც თქვენ აკეთებდით და ასე ამ კითხვით მინდა დავიწყო. დიდი იდეას ჯერ დასცინიან, მერე ებრძვიან, მერე აღიარებენ. ეს შოულებრივი სტადიებია კაცობრიობის ისტორიაში. ამ გადმოსახედიდანაც ამ დღევანდელი არსებული რეალობის გათვალისწინებით ხო არ გაქვთ ის რამე ისეთი საინტერესო პროგნოზი, სადამდე შეიძლება მივიდეს ის რეპრესიების მანქანა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაძრულია და წინ მიიწევს სამწუხაროდ და გაჩერებას არ აპირებს. პიგზია ასული, ძალიან მალე კისერს აიმტროვენ, დაცემა ორივე ბეჭდზე იქნება მწვავე მათთვის და უახლოეს პერიოდში ხას უსვავ ყველა ქარაშოტი დაწყებულია ჩვენი სანქციების პროცესით, რაც გაუმზადეთ 12 წლის უკან ივანიშვილის რეჟიმს ვაშინგტონში და ლონდონსა და ბრიუსელში, აი იმით დაწყებული, რა თქმა უნდა, სახალხო
ბრისხანები და პროტესტი დაგვირგვინებული, მაინც ხალხია ისტორიის მეფე და მემატიანე. ყველაფერი ერთად მოიყრის თავს და მალე იქნება ახალი არჩევნები მოკლედ და მალე მოგვიწევს ჩვენ ჩავიბაროთ გამარჯვებული საქართველო და გავაცილოთ საგამოძიებო იზოლატორში ისინი, ვინც დღეს ჩვენს ახალგაზრდებს აგერ გიორგი პოლიტპატიმარია ოფიციალური სტატუსით კიდე უამრავი ციხეშია დღესაც, აგერ დღეს კიდევ მიუსაჯეს პოლიტიკურ ლიდერებს. აი ყველა აი ამ რეპრესიების ავტორი, დამგეგმავი და გამტარებელი ივანიშვილის თამადობით მოსამართლეებით დაგვირგვინებული მოხდება გლანის და სხვა იზოლატორებში ნაწილი რუსთავისა. ეს ზუსტია. რას ჭირდება ამას? საზოგადოების მხრიდან და პოლიტიკოსების მხრიდან. არაერთხელ გაიგებდით თქვენც, როცა ადამიანებს ესაუბრებოდით, ერთგვარ უკმაყოფილებას მათ შორის ოპოზიციური სპექტრის მიმართაც. თუ ოპოზიცია ვერ არის ფორმაში, თუ საზოგადოება ობიექტური მიზეზების გამო გადაიღალა ბევრი მიზეზის გამო, რომელსაც აღარ ჩამოვთვლი და ყველასთვის ცხადია ეს მიზეზები. მაშინ რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს და აი ამ რეალობის დადგომისთვის, რომელიც თქვენ აი ესე კარგად ჩამოვაყალიბეთ, სასურველად ჟღერდა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში? პირველ რიგში თორნიკე ოპოზიცია რო ფორმაში ვერ არის, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რადგან თუ ოპოზიცია ფორმაშია, იმ ქვეყანაში არასოდეს დიქტატურა არ მყარდება, ვერ მყარდება. როცა ოპოზიცია კარგავს ფორმას, მერე მოდიან დიქტატორები. აი ეს წინა წლები და წინა პერიოდი, რაც თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ჯერ გვაღიარებდნენ, მერე დაგცინოდნენ, მერე რა ვიცი გვდევნიდნენ, ხო? ეს მთელი ჟამი მოხმარდა იმას, რომ ქვეყანა გამზადებული იყო ერთპარტიული დიქტატორობისთვის. დიქტატორი გამოჩეკილი იყო ეს. ყველაფერი ეს მრავალპარტიული სისტემის ჩაჩეხვა, ეს არჩევნების ფალსიფიცირება და გაყალბება, აი ამ საარჩევნო და პოლიტიკურ ფრონტზე ნეოლიბერალური ტალღის შემოჭრა იმ ტალღისა, რომელსაც აფინანსებდნენ ოლიგარქები. ეს იყო ტელევიზიები, ეს იყო პოლიტიკური პარტიები, ეს იყო არასამთავრობო ჯგუფები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას ოლიგარქებისაგან, ოლიგარქებს მოპარული ჰქონდათ პირველადი კაპიტალი, სამწუხაროდ ჩვენ არ აგვაქვს ის ბედნიერება, რომ თქვათ ბილ გეიტსებისა, თქვათ ჩაკ ფინებისა და იმის საზოგადოება ვიყოთ პირველადი კაპიტალი პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოში გადანაწილდა ვინ მეტი იყაჩაღა იმის მიხედვით. ნუ ჩხარტიშვილმა მიითვისა ეს სანაბრები და ბუნებრივია მე შექმნა თავისი ტელევიზია, თავისი პარტია, დაიწყო ხელისუფლებების დაფინანსება და ჯგუფებმაც დაიწყეს იმისი პროპაგანდა ნეოლიბერალურმა, რომ იცით რა არის, ფული თუ არა გაქვს, ესე იგი შენ ხარ არც თუ სრულყოფილი ადამიანი, ფული პირველ რიგში არის ჭკუის დასტური, ინტელექტის, პოლიტიკური ალღოსი და ამიტომ უფლო საზოგადოებას არავინ არაფერს არ ეკითხება მათი ამოცანა. მოუყურეთ ყველაზე მდიდარი ვინც. ხო, მათი ამოცანა სტატისტიკა იყოს და სტატისტიკის როლი შეასრულონ, თქვათ, კუჩაში მოსახლეობის აღწერის დროს, არჩევნების დროს, დანარჩენი სიმდიდრე თვითონ დაალაგებს ყველაფერს. ეს დაახლოებით არის გუვერის ფილოსოფია, რომელიც გახდათ 20-იანი წლების შემდგომ ამერიკის ცნობილი პრეზიდენტი და ცნობილი იმით, რომ აცხადებდა, რომ რაღაცა კრიზისია დაწყებული, ამას თვითონ ბიზნესი დაარეგულირებს, საბაზრო ეკონომიკა მოაწესრიგებს, სახელმწიფო აქ არ უნდა ჩაერიოს და აღნიშნულმა, ხო, აღნიშნულმა ღმერთმა, აღნიშნულმა ნეოლიბერალურმა მიდგომამ გამოიწვია დიდი დეპრესია შეერთებულ შტატებში, რამაც კინაღამ დაანგრია ეს მართლაც უზარმაზარი ზე სახელმწიფო, იქ პატარა ის არის საჭირო, პატარა არა, აი ამგვარი კრიზისი, ცოტა დიდხანს გაგრძელებული და 50 შტატი შეიძლება დაიშალოს 50 სახელმწიფოდ. ეკონომიკა კრავს ამ უზარმაზარ ტექნოლოგიურ იმპერიაზე, ეკონომიკა, ძლიერი ეკონომიკა და ბიზნესი. ხო და აი რუზველტი რო არ მოსულიყო იმ თავისი მემარცხენე სოციალისტური შეხედულებები და ეს შეხედულებები მარტო სიტყვით კი არა, საქმით არ გაეტარებინა ამ სახელმწიფოში თუნდაც იმით რომ მისისიპის და მისურის მთელ გაყოლებაზე დაიწყო უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ელექტროსადგურების სახით და დასაქმდა იქ მილიონობით ამერიკელი. ანუ სახელმწიფომა იყო პასუხისმგებლობა ამ კრიზისიდან გამოსვლაზე. ჩვენთან პირიქით, ყოველი ისტორიული კრიტიკული ეტაპის შემდეგ მეტი და მეტი მდიდარი ოლიგარქი მოდიოდა ხელისუფლების სათავეში, აი ამ ნეოლიბერალური მოღალატეობრივი პროპაგანდის წყალობით და ისინი გვეუბნებოდნენ, რომ აი მომცრემ ხმას
მე მოგცემ უფასო ფულს. გაგიუხლებ კალმათები მემარჯვენე იდეოლოგიიდან? არა, მემარჯვენეობა ეს არის ბედნიერება და ეს არის მემარჯვენე იდეოლოგიის ნაყოფია და დღევანდელი ცივილიზაცია ბევრწილად. ნეოლიბერალური მე ვამბობ, აი სრული თავისუფლება ოლიგარქიული ჯგუფების. მაგრამ თუ სადმე თავისუფლება არსებობს და მათ შორის მაგ ეკონომიკური კუთხით და ასე შემდეგ, ეხლა დეტალებში რო აღარ შევიდე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებია. ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატებში ჩვენ სოციალურ სახელმწიფოს ვერ უწოდებთ. ამერიკის შეერთებული შტატები არის გაქანებული სოციალისტური სახელმწიფო. ევროპაზე მეტად სოციალისტური სახელმწიფო, რადგან ყველაფერი გათვლილია გაიაფებაზე, დისკაუნტებზე, ასე რომ ვთქვათ, სამუშაო ადგილებზე, თუ სამუშაო ადგილი არ არის უმუშევრობაზე, კომპენსაციაზე, ჯანდაცვის დაზღვევაზე, სიცოცხლის დაზღვევაზე, აუცილებელ ჭერი და ბინთ უზრუნველყოფაზე, კონდომინიუმები ამერიკა თუ სოციალისტური, ნაკლებად სოციალისტური ვიღა არის. მაგის ფული ალბათ აქვს, რომ ეგეთი ნაკლებად სოციალისტური ევროპა. ფუფუნების შანსის საშუალება მიცენ თავის თავს პირდაპირ, ესე ვთქვათ, გაჭირვებულ ამერიკას, ესე ვთქვათ, ხوار დაუწყია ეგეთი პოლიტიკა. გაჭირვებულ ამერიკას ეგ პოლიტიკა არ დაუწყია, თავიდან იყო ველური კაპიტალიზმი იქაც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვინც წავიდა ამერიკის შეერთებული შტატები ხო რომის იმპერიის გაგრძელება რეალურად. ძალიან შორს შეიძლება წაგვიყვანოს ამე გადაცურა ბოდიში ევროპამ ატლანტიკა და რომის იმპერია დააფუძნა, მათ შორის კაპიტოლიუმიც და ვაშინგტონის სამთავრობო დაწესებულებები, რომის სენატის ზუსტი ასახვა, ესაც კი ჩადებული ჰქონდა დაფუძნებელ მამებს. ამიტომ იქ ვინც წავიდა ამერიკაში ევროპიდან გაექცა უთანასწორობას, აი ამ ოლიგარქიას, ფეოდალიზმს, აბსოლუტიზმს, ჩაგვრას, რელიგიურს, თქვა სხვა მიმართულებების გამო დევნას გაექცა და ამიტომ მათ ეს მეხსიერება ისტორიული კარგად გაანივთეს იმაში, რომ მაქსიმალური თანასწორობის მიმართულება იყო აღებული თავიდანვე, როგორც კი სახელმწიფო დაფუძნდა და შედეგი ამან მოიტანა დღეს, თავისუფლების და შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული სოციალიზმის სიმბოლოა შეერთებული შტატები, სადაც ადამიანის ბედნიერებისთვის არის ყველაფერი გათვლილი. რა თქმა უნდა, იქ არის ოლიგარქიული მდიდარი ჯგუფები. მემარჯვენეები გეტყოდნენ, ბედნიერი არის თავისუფალი ადამიანია და არა ისეთი, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს, როგორც იმაზე რა ზრუნვა მოკლებულ და ზრუნვის საჭიროების მქონე შვილზეო. მემარჯვენე, რა თქმა უნდა, თავისუფალი ადამიანია, მემარცხენეს თავისუფალი ადამიანია, ახლა რუზველტი მემარცხენე იყო, ვიმეორებ, სოციალისტი. ის კი არა ერთ ვიყავია ლიდერთა პროგრამით სახელმწიფო დეპარტამენტის 20 წლის უკან შეერთებულ შტატებში. იქ შედიოდა ასევე პროგრამაში შტატების მონახულება და როდესაც ჩავედით ლუიზიანას შტატში, იქ დედაქალაქში გავიარეთ და გვახდა ადგილობრივი მასპინძელი ქალბატონი. ძალიან მემარჯვენე შეხედულებების. რატომღაც ბომჟი იყო იმ გაგებით, რომ აბსოლუტურად აი ამ რო ხდებოდა ამ პროგრამის მონაწილეებს, იმით ცხოვრობდა შემოგჩვეულა, რომ მატერიალურად მიჭირს, რა თქმა უნდა, ხო და ნიუ-ორლიანში რო გავიარეთ ცენტრში გამოჩნდა უნიკალური შენობა და უნიკალური შესასვლელი სადარბაზო, აი პირდაპირ აორჯინების ეპოქის ნახატებით მორთული, რა თქმა უნდა, არა ორიგინალური, არამედ ასლი კოპირებული. ხო და ის ქალბატონი იმავე წუთს გახდა პოლიტიზირებული, აი ჩვენთან რო იციან ხოლმე ქალები სექტების მიხედვით დაყოფილი ზოგი მიშის, ზოგი ზვიადისტი და რო იწევლებიან. ხო, იმავე წუთს გახდა პოლიტიზირებული და აი ესო მართალიაო რუზველტიო სოციალისტობდაო, მაგრამ აქ რო ჩამოდიოდა, აი აქ ცხოვრობდა კაპიტალისტების ახლოს. დააპიარა და რუზველტი 100 წელია მოკდა, მაგრამ ახსოვთ მის სოციალისტობა. ანუ მხედველობაში მაქვს რა, საზოგადოება მაშინ მიაღწევს წარმატებას, როდესაც ორივე ფრთა, მემარჯვენე და მემარცხენე, კარგად არის ჰარმონიაში ერთმანეთთან და ადამიანებზეა გათვლილი და არა ვიწრო ჯგუფებზე. არა ვთქვათ მარტო იმაზე, ვისაც ფული აქვს, ვინც მეტი იყაჭაღა, ვინც მეტი დააგროვა, მიითვისა, მიისაკუთრა, მერე დაუსჯელობის ინდულგენციები აიღო და პოლიტიკაში მოვიდა. ანუ ეს ეპოქა, როდესაც დამთავრდება საქართველოს მერე დადგება აუცილებლად ფეხზე. ორივე ფრთა უნდა იყოს ძლიერი. დღეს ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ევროპული სოციალიზმი. ეხლა ვთქვათ ამერიკული სოციალიზმში ვერ გადავხვდებით იქ სხვა სპეციფიკა. ევროპული სოციალიზმი, აი როგორც არის სკანდინავიაში, ვთქვათ კი არა, სკანდინავია კლასიკური სოციალისტური რეგიონია, იმ დონეზეც კი რომ ნორვეგიამ თავისი შემოსავლები ნავთობიდან და გაზიდან შემოსავლები მთლიანად გაანაწილა ნორვეგიულ ოჯახებზე. მინდოდა ამ თემაზე ძალიან გაშლა, ეხა ბევრი ისეთ საინტერესო თემაა, გავანაწილოთ ეს შემოსავლები თორნიკე. მოკლედ გითხავთ, მაშინ მაგ ამბავს ჩაგეკითხებით რა. აი ეგ
მიღწევადია ისე რომ გადასახადები მეტად არ გაიზარდოს, რაც უკვე არის ჩვენ ქვეყანაში? გადასახადები უნდა შემცირდეს, იმიტომ რომ გადასახადები არის უკანონო, არასწორი, გადასახადები თუ შემცირდება, სახელმწიფო უფრო მეტ ასეთ პროექტს, სოციალურ პროექტს როგორ დააფინანსებს? გადასახადები რომ შემცირდება, ადამიანებს დარჩებათ მეტი კაპიტალი და ნაკლებად შესანახები იქნებიან სახელმწიფოსგან. და თვითონ დაიწყებენ მცირე ბიზნესს, საშუალო ბიზნესს. ბატონი შალვა მარჯვნივ გადაუხვია ისე. მე ვარ მემარცხენე ცენტრისტი, ანუ ლეიბორისტული პარტია არის მემარცხენე ცენტრისტული. რაც პოზიტიურია მარჯვნიდან იმას ვიღებთ, მაგრამ რაც არის დამანგრეველი და ანტისახელმწიფოებრივი მსხვილი ოლიგარქიის ბატონობა ერთპიროვნული და მერე მათი მონარქიული გამოხტომების ატანა, რომ ახლა შვილები და შვილიშვილები გიკითხავენ ლექციებს, რომ თურმე ძალადობა არ უნდა არსებობდეს, ამ დროს თავის მოძალადე მამას კი არ ეუბნებიან იმას, რომ რატო უკეთებ ამას ჩემს ანატოლებს. აი გვერდზეუზის ერთ-ერთი. ასეთი მემარჯვენეობა, ეს არის ეშმაკისეული მემართულება და არაფერი კავშირი მემარჯვენეობასთან არ აქვს. აი საქართველოს დიაგნოზი დაუსვათ დღეს. ერთის მხრივ ხო ეს რაღაცა მდიდარი ჯგუფები, რომლებიც 90-იანებშიდან მანამდე ამას გამოიწვევს ყველა. ხო, გამდიდრდნენ, რაღაც ხელს ჩაგდება უნდათ საჯარო ესე ვთქვათ რაღაცა დოულათის. სახელმწიფო გადაიფარეს და ჩვენ მძევლობა დაგვაყენეს წინ. მაგას გარდა, ეგეთი პრობლემა გქონდა ალბათ რაც დამოუკიდებელია საქართველოს მასმედია და აი დღევანდელ დღეს გარდა მაგისა კიდე ეს რაღაც საგარეო ფაქტორი, რომელიც ძალიან აშკარა გახდა მასმედიაც ომი დაიწყო უკრაინაში. აი ეგ როგორც ცვლის, რაც შეგვეძლო მანამდე რაღაცა შეგვიძლია კორუფციაში გვემხილა სიტყვაზე პოლიტიკოსები, რაღაც მათი დანაშაულები. ამას თითქოს რეაქციაც აღარავის აღარა აქვს. აი ან ეს რატო ხდება, რომ ამაზე რეაქცია აღარ აქვს არავის. მით უმეტეს, როდესაც გაჭირებაშვილის ამბავი თითქოს ჩვეულებრივია. ეს ხო ყველა მიცის და პირად საუბრებში ხა ადამიანებს რო ელაპარაკები, რატომღაც ეს კორუფცია გახდა, ხო აი ყოველთვის ეგრე ხდებოდა, ესეთი აღსანიშნი და პლუს მაგას საგარეო ფაქტორი, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან გვადევს ზემოდან. აი ამათი გავლენის ქვეშ დღევანდელ საქართველოს როგორი დიაგნოზი დაუსვას, რა ჭირს პოლიტიკოსებს, რა ჭირს საზოგადოებას, საით შეიძლება შევიცვალოთ, ან საით შეიძლება ვიმოძრავოთ, რომ რაღაც გამოსავლის გზა რაღაცას დავამატებ, მეც რახან გიორგიმ რუსული ფაქტორი ახსენა. აი თქვენი ესეთი მკაფიო მოსაზრება მაინტერესებს, კი გისაუბრეთ ამაზე ხშირად, მაგრამ როგორია რუსეთის გავლენის კომპონენტი ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში, მაგალითად წინა სტუმარმა ჩვენმა დავით არხანმოურამმა გითხრა, რომ არანაირი რუსული ხელისუფლება და გავლენა არ არსებობს. უბრალოდ აკეთებს იმას, რაც მისთვის არის კარგიო, ასე თვლისო რა. და აი თქვენ როგორ უყურებთ მაგას, რახან გიორგიმ ახსენა ეს რუსული კომპონენტი, ეგეც მაინტერესებს. გლობალური სამართლებრივი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური დიაგნოზი საქართველოსი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოებრიობა გაუქმებულია, ქვეყანას მართავს ოკუპანტის სახელმწიფოს წარმომადგენელი ჯგუფი და ჯგუფის მეთაური, რომლებსაც აქვთ იმადზე ნაკლები დამოუკიდებლობა, ვიდრე ჩეჩნეთში კადიროვს ან რუსეთში ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორს. ეს არის სამწუხარო ისტორიული რეალობა, რომელიც არის ყველა ჩვენგანის პრობლემა მიუხედავად პოლიტიკური შეხედულების თუ რაღაცა იქ სხვანაირი ფსიქოლოგიური გამოხტომებისა და ყველა ჩვენგანმა უნდა აღვადგინოთ სახელმწიფოებრიობა, თავიდან მოიპოვოთ დამოუკიდებლობა, დავაკანონოთ ადამიანის პიროვნების კულტი ქვეყანაში და დავიბრუნოთ ცივილიზაციულ გზაზე მოძრაობის უფლება, რომელიც წაგვართვეს. აი ეს არის გლობალური შეფასება. სახელმწიფოებრიობა რომ დავიბრუნოთ, რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის რაღაცა ვატყობთ, რომ საზოგადოება უნდა ჩამოვშალოთ ოლიგარქიული რეჟიმი. თავს არ იწუხებს, ანუ ვერც კი აი რომ ელაპარაკო ადამიანს, შეიძლება ძალიან ცოტა გითხრას მნიშვნელობა რა აქვს სასამართლოს, რა კარგში, ანუ ისეთ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტა, რომ საერთოდ ხმა არ ამოიღოს პოლიტიკაში, არ არერებიან ესები, თავის სამსახურში მიდიოდეს, მოდიოდეს, რაღაცა უკმაყური ქონდეს. ეგეთ ხალხთან, აი სახელმწიფოებრიობაზე რომ ლაპარაკობ, შეიძლება გითხრან, რომ რა ვიცი, ჩემთვის მაინც არავის არ ცხელა და არ ცალია და მე რა ვიცი, ჩემჭია სხვა რა. ხო, ჩემთვის მოვალ რაღაც სახში მოვიტან საჭმელს. ხო, აი ესეთი ხალხი ხო არ მომრავლდა საქართველოში, ვინც ხელი ჩაიქნია საერთოდ სახელმწიფოზე როგორც ესეთზე და პოლიტიკის მხარდა, გარკვეული პოლიტიკის ან პოლიტიკოსების მხარდაჭერაზე რა. გადიან ფონს რა. მესმის თქვენი გულისტკივილი სავსებით გასაგებია არ მარტო ჩემთვის სრულად. დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფოებრიობაზე და მაღალ მატერიებზე ფიქრი და ზრუნვა ეს არ არის საყოველთაო მოვლენა. ის რჩეულთა ხვედრია. ამიტომ ვინც რჩეულად თulis თავს და ასეთი ბევრი ყავს ღმერთო გვიმრავლოს და ამის მოწმეა თბილისის ქუჩები უკანასკნელი 5 წლის მანძილზე გავრილოვის ღამის შემდეგ ასეულ ათასობით ადამიანი რო გამოდიოდა და მსოფლიო ხედავდა ამას,
აი ეს ხალხი ფიქრობს სახელმწიფოებრიობაზე, მაგრამ ამგვარ მაღალ მატერიებზე მოფიქრალ ადამიანს მორალური უფლება არ აქვს, რომ სხვას იგივე მოსთხოვოს, იგივე თავგანწირვა, იგივე ფიქრი, იგივე გმირობა, გარდა იმისა, რომ თავისი პირადი მაგალითი აჩვენოს და ეს პირადი მაგალითი გადამდიდეს. აი ეგეთი ხალხი ბატონო შალვა, აი ეგეთი ხალხი არც პოლიტიკას ეკარება მაინც და მაინც, ეხლა რასაც უყურებთ, ყველა ცდილობს დისტანცირდეს, იმიტომ რომ რაღაცა ეშინია მაგ სივრცის იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკოსი როცა ტოქსიკური სივრცეა, ლუპით გაკვირდება ყველა. საკმარისია ერთი თმისღერი ცოტა ანახეთ გადმოგეხარო, შეიძლება გადაგიაროს. მე gar მიმოქრება. ამაზე მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა კარგად, აი რომ გადაიარო პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკოსმა ფეხითო ზღვაზეო გამოჩნდებიანო ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ სულ არ წოდნიო. სულ არ წოდნიო. ასე რომ ეგ ყველა საზოგადოებაში არის ესეთი აქტიური ხალხი პოლიტიკასთან ცდილობს დისტანცირებას, პოლიტიკოსები თითქოს რაღაც ცალკე არიან კუნძულზე, რაღაცა ცდილობენ, რომ ხალხი ხან კუნძულზე და ხან ფანჩატურში. ხო. და ისე გამოდის რომ ისტორიული როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში, ფანჩატურმა პირველად შეარყია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ძალიან მტკიცედ იჯდა. ეს იყო უპრეცედენტო ეროვნული თანხმობის ფორუმი, სადაც პირველად ქვეყნის ისტორიაში გაერთიანდა ყველა მიმართულების პოლიტიკური პარტია, პროამერიკულიდან დაწყებული, პრორუსული დაგვირგვინებული, ერთი მიზნით, რომ ჩამოეშალათ ივანიშვილის რეჟიმი, როდესაც სკიპზე მივედით, მაშინ უღალატად მეგობრებს ნებისყოფა. მე გულახდილად გეტყვით ახლა რაღაცას. მე გული მწყდება, რომ აი ეს რაღაცა თუნდაც მცირე გამაერთიანებელი კომპონენტი, რაც ჰქონდა შალვა ნათელაშვილს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე მას მაინც პატივს სცემდა, მესამე პირში ვამბობ ასე, აი თქვენ პატივს გსცემდათ. აი ეს კომპონენტი დაიკარგა იმის გამო, რომ თქვენ საფუძვლიანი გულისწყრომა გაქვთ ამ ადამიანების მიმართ. ხო და იქნება იყოს კარგი, რომ თქვენ ამ საფუძვლიან გულისწყრობას გადააბიჯოთ. და ისევ გამოთქვათ რეპეტე გავაკეთოთ, ანუ როგორც ფრანგები იტყვიან, ხო? თან ესე არგუმენტებად ის შეცდომები და შედეგები, რაც მან ნაბიჯებს მოყვა. აი, 26 მაისის აქციაზე მე არ ვიცი თქვენ უნდა მეკითხა სალკე აპირებდით თუ არა გასულას. მე დარწმუნებული ვარ, აი ესე დაუგეგმავათაც რომ მიხვიდეთ, იქ არათუ სიტყვაზე გეტყვით თუ არს ვინმე. პირიქით, დიდი სიხარულით მიგიღებთ მოსახლეობა და იქნება ეს იყოს რაღაცა შემოbrunების წერტილი. არ ვიცი, ხა შეიძლება მე ძალიან დილეტანტურად ვამბობ, ისეთი ქვედინებებია იქ რომ სასაცილოთაც კი ჟღერს. დილეტანტურად თქვენ არაფერს არ ამბობთ, არის. ხო, არ ვიცი, როგორ უყურებთ მაგ ამბავს. პირველ რიგში რაც შეეხება აქციებზე გასულას, ჩვენ სულ აქციებზე ვართ. 26-შიც, 30-შიც, პირველშიც, 2-შიც და აგერ ლაშა ჩხარტიშვილის 9 მილიონი ჯარიმა დაუგროვდა და მე-18-ით გავაცილეთ ციხეში და დავხვდით ციხის კარებთან. ასე რომ ყველა აქციაზე იქავა და რაც მეტი აქცია ჩატარდება. მიუხედავად იმისა, ვინ იწვევს მას, ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ვინ რა მიქარა წარსულში თუ დღეს, ამის მიუხედავად აქციები ეს არის ჩემო ხალხო, ჩვენი გამარჯვების საფუძველთა საფუძველი, რადგან იგივე სანქციების საკითხს, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ივანიშვილის რეჟიმს, ძალიან მალე სანქციების საკითხს პირდაპირ კავშირი აქვს ქუჩაში მღელვარებასთან, რადგან ამერიკა და ევროპა უყურებს ხალხის რეაქციას და მერე იღებს გადაწყვეტილებებს ახალ სანქციებზე. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს და ყოველთვის მაქსიმალური მობილიზებით გამოვიდეთ რუსთაველზე და სხვაგან სადაც საჭიროა. მე გასდიდით, ახლა მეგონა ეს გრძელი პასუხი იყო, მაგრამ აღმოჩნდა თქვენი გამოცდილი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე ოსტატური დაძვრენა იმ მეორე ნაწილიდან კითხვის, რომელიც გულისხმობდა თქვენი გამაერთიანებლის კიდევ ერთ როლს. როგორ არის იცით თორნიკე, აი თუ საჭირო გახდება და ამას ვიგრძნობთ, პოლიტიკოსები კანით გრძნობთ საჭიროებას ამა თუ იმ მოქმედების, ანუ მოქმედობის. აი, კიდე გაწყვეტინება. არ გონიათ რომ თქვენ იმ მე ერთი წამი სერიოზულად ვამბობ, რა ხა მე ხო იცი, აი გიორგის ვეუბნები, მე ეს რაღაცა პირში პირფერობა და ის არ მახასიათებს, კაცო. მე ვგრძნობ რომ შალვა ნათელაშვილს წინა პოდკასტს 1.5 მილიონი მაყურებელი ესწრებოდა თუ მიიღო მონაწილეობა. 1.5 მილიონი ნახა. ხო. მოკლედ, მე ხა პირფერობა არ ვჩვევია და რა მაქვს საპირფერო, მაგრამ მე ვგრძნობ, კაცო, რომ აი თქვენ რო თქვით, კანზე ვგრძნობთ, თქვენ კანზე იმასაც უნდა გგრძნობდეთ, რომ ადამიანებში რაღაცა პოზიტივი არის თქვენთან დაკავშირებით. შეიძლება ამ ეტაპზე ეს პოზიტიური დამოკიდებულება იქამდე არ მისულა, რომ საარჩევნო ხმაში ზუსტად იდენტური რაოდენობით გამოისახოს, მაგრამ აი ეს უბრალოდ შალვა ნათელაშვილი, რომელიც გამოდის ტელევიზიაში ლაივებს წერს და თუნდაც სწორ რამეებს ამბობს,
იქნება მეტად ცენტრალური ფიგურის თამაშის საშუალებაც გქონდეს. მერცხელი ცენტრისტი ვარ თქვენ თქვით და ძალიან ბევრი ხალხი ახლა ქუჩაში დაახლოებით ეგეთივე იდეოლოგიით. შეიძლება თქვენი პარტია ბევრი ახალგაზრდისთვის პლატფორმა შეიძლება იყოს და შეთავაზება და თქვენი პარტიის ახალი სუნთქვაც გაიჩნდეს. ეს დროში ახალგაზრდებმა უნდა იტაცონ. სოციალიზმის, თანასწორობის, ევროპული სოციალიზმის. ახალგაზრდები სანამ ამ დროშას არ აიტაცებენ, იგივე ჩემი თაობა გარდატეხა საქმე შეიტანს. ოღონდ ეს კომპლიმენტი არის, ეს კომპლიმენტით შეფარული კითხვა და თქვენ დამოკიდებულება მინდა მოვისმინო. ანუ ამ რაღაც უფრო მეტ როლთან დაკავშირებით. თქვენ არ გაქვთ ეგანს და რომ მეტი შეგიძლიათ ამ პროცესში გააკეთოთ? ხო და ისევ გავაგრძელებ იმ პასუხს, რაც თქვენ ძალიან ჭკვიანურ შეკითხვაზე დავიწყეთ წეგან. ანუ ეს გრძნობს პოლიტიკოსი თავის საჭიროებას ან არ საჭიროებას. აი ეხლა რა ვითარება, იცით? მოკლედ, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ პოლიტიკა. ჯერჯერობით ეს არ აქვთ გაცნობიერებული სათანადო კონდიციამდე, ვერც ვატყობ რომ ამას ცდილობდნენ, ან წარსული შეცდომებიდან, რომელიც ყველას გვაქვს ასე თუ ისე, სათანადო სწორი დასკვნები გამოქმნდეთ. ქართველ პოლიტიკოსებს არ დავასახელებ ახლა პარტიებს და მით უმეტეს ფიგურებს ხაზგაუსვავ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არიან გაბნეული სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, ჩემთვის არიან თუნდაც უპარტიოებიც, აი რაღაცა იქნება დაინტერესებული. უპარტიოებიც, რა თქმა უნდა, უპარტიოები და ის ახალგაზრდები, ვინც აქტიურობენ პოლიტიკაში, ჩემთვის წარმოადგენენ აი სათაყვანებელ ღირებულებას და ძალიან, კი, მათ შორის თქვენც, აი ძალიან ძვირფას ეროვნულ კაპიტალს მომავლისათვის. მაგრამ მე ვამბობ, რომ აი პოლიტიკოსები, ვინც არის რა საშუალო და უფროსი თაობის, მათ აი როგორც ცნობილი გამონათქვამია, ვერაფერი ვერ ისწავლეს წარსულიდან. ამიტომ როგორც კი თქვათ, თქვენ ძალიან ასე თქვათ შესანიშნავ ინიციატივას და წინადადების განხორციელებას დავიწყებ. ეხ პირდაპირ გეტყვით ყოველგვარი ზემე დიპლომატიის გარეშე, თქვა დაუძახებ მეგობრებს გურიაში რო იციან ხოლმე აფხანიკებს, ანუ აფხანაგებს. დავჯდებით ერთ მაგიდასთან და ყველა პარტია თქვა გამეორდება ფანჩატური და დავიწყეთ მუშაობას რეჟიმის ჩამოსამხობად. იმავე დღეს ნახევარი მონაწილე მაინც საუკეთესო შემთხვევაში კონტაქტზე გავა ივანიშვილის უშიშროების სამსახურთან. მოახსენებს სიტყვა სიტყვით, რაზე იყო საუბარი, რას გვეგმავთ, რას ვაპირებთ. უშიშროება იმავე წუთს მოახსენებს ამას იმ ჭორვილ პუტინიჩს, ღვთისმირიდან გადავარდნილს. აქედან გაიგებს ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურები და წავა მუშაობა ამ ფანჩატურის, ახალი ფანჩატურის დასაშრელად, საქმის გასაბუჭებლად, ან ისეთი ქმედებების გასაკეთებლად პოლიტიკური პარტიების ხელით, რომელიც ხალხში გააღვივებს დეპრესიას, უიმედობას და იტყვიან, რომ აი ისევ ჩაიშალა, ხედავთ ვის ხელში ვართ, ისევ ესენი ჯობენ ჟანდაბას. აი ეს, როგორც მე ახლა თქვენ გიყურებთ, პატიოსთან და ალალად უყურებთ ერთმანეთს, ისე გეუბნებით მთელი დამაჯერებლობით, რომ ეს გამეორდება. ასე ბევრია ოპოზიციაში ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ სუსთან. ნახევარი მაინც არის მინიმუმ. დაუყურებთ. არა მარტო თანამშრომლობენ, სუსში არიან შექმნილნი, თავდაპირველი კაპიტალი სუსიდან მიიღეს. ეს შეუულებრივი ფორმატია, რაც შემსვლაწინ ხდებოდა, რაც პოლიტიკაში ვარ 35 წელია. ადრე კუდი იყო, კუდი ერქვა. ეს უფრო სწორი სახელია მე მგონი, კუდი ვიდრე დავდებენ ყველას. ეს კუდი ქმნიდა იქ პარტიებს, აფინანსებდა, ფინანსები იმ კუდიდან ნაწილდებოდა, ან ეტყოდნენ მსხვილ ბიზნესმენებს, რომ შენ ამ პარტიას დააფინანსებ, შენ ამ. თქვენთვის შემოუთავაზებია კი, რამდენჯერ, ძალიან ბევრჯერ. მაგრამ ბედნიერება ვერ მიუღიათ ვერასოდეს, იმიტომ რომ ეს თუნდაც იმიტომ რომ ეს ყველაფერი ოქმდება. იმიტომაც გიჭირთ ფინანსურად, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ეს სრული გაკოტრება, ნუ ეს გარდაუვალი ბედი გახდა ჩვენი, ხო? ამიტომ აი კუდი და ის სუსსაც ქონია ეგეთი მცდელობები ბიზნესმენებში. მათ ესენ ვერ ბედავენ ეგეთი, იმიტომ რომ იციან ახლა შეიძლება ბომბი აუფეთქდეთ რაღაცა უბედურება ეგეთი მცდელობები. კარგი, მოდი სულ მთელი გადაცემა ხარ. მაგრამ აი თვითონ პარტიაში მაპატიეთ ტიპების ყიდვა და რაღაცა კი, ესენიც ამას აკეთებდნენ, თქვა რეგიონის კოორდინატორები, ან შიგნით ცენტრალურ ხელმძღვანელობაში ტიპების ყიდვა, მე რაღაც სისულელებს ალაპარაკებენ და ეს. აი როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები ხა ვინც მეტნაკლებად ცდილობენ რაღაც კონსოლიდაციას, რომ აი ეს იმედი რას თქვენ თქვით, რომელსაც ცდილობს რომ ჩაახშოს ხელისუფლება უშიშროების სამსახურების ხელით, რომ რაღაც ნიჰილიზმში იყოს მოქალაქეები ზოგადად. აი რა უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა, რა უნდა აჩვენონ მოქალაქეებს ისეთი თქვენი აზრით, რომელიც ამ იმედსაც გაუჩენს და მე ამ პოლიტიკოსების დაძახებულზე ქუჩაში გამოსვლის სურვილსაც გაუჩენს. პოლიტიკოსები ვერაფერს არ აჩვენენ, მით უმეტეს ასეთი. ხალხმა უნდა აჩვენოს პოლიტიკოსებს,
რომ საბრძოლოდ არის განწყობილი, ქვეყანას არ დათმობს და არც პოლიტიკოსებს აპატიებს მაიმუნობას და ღალატს. ამბობენ, რომ აი ხალხი ვინც იდგა ქუჩაში, მათგან ზოგიერთი დიდი ნაწილი არ არის, მცირე ნაწილი ამბობს, რომ აი ამდენი ხალხი იდგა ქუჩაში და პოლიტიკოსებმა ეს ტალღა ვერ გამოიყენეს თავისი პოლიტიკური ამ ხალხს გარკვეულწილად ერთის მხრივ აგდებდნენ იქიდან და მეორე მხრივ ეხლა ეუბნებიან რომ ვერ გამოიყენეთო და ცოტა პოლიტიკოსებსაც დაბნეულობაში ხო არ ვამყოფებთ თან ვიბძვით თან ისა თქვენთან ერთად არ გვინდა თან პოლიტიკაც არ გვინდა რაღაცა ისე გამოდის რომ რაღაცა გვინდა და თან არ გვინდა თქვენ სწორად თვით მაგას რომ იქ მიკროფონი არ იყო დღევანდელი გადმოსახედიდან და პოლიტიკოსები არ საუბრობდნენ აქციებზე აი ამ აქციებზე კი ესაც არის ახლა მე რომ ამიტომ კეთდებოდა ეგ ესაც არის სპეცსამსახურებში დამუშავებული მეთოდიკა როგორც კი დაიწყება ვთქვათ უკმაყოფილება გაფიცვა პროტესტი ჭიათურ მარგანეცში ბორჯომის კომპანიაში ტაქსისტების იმავე წუთს უშიშრობას ყავს ყველგან თავისი წარმომადგენელი მარტო პარტიებში არა ყველა ფოკუს ჯგუფში ყავს და შრომით კოლექტივებში თავისი აგენტურა რომლებიც ზოგჯერ თვითონ ვერ აცნობიერებენ, რომ გავლენის აგენტებად იქცნენ იქ გვერდზე კოლეგის ან მეზობლის მეშვეობით. ისინი ამბობენ, რომ ისინი ამბობენ, რომ პარტიები არ დაგონახოთ, პოლიტიკა არ გაგვაგონოთ. დანარჩენი, აი ჩვენი პროტესტი იქნება უკან დაუხეველი და სხვა და სხვა. ეს არის პირდაპირ სუსის დამუშავებული მეთოდიკა, რომ რაც შეიძლება პოლიტიკა და პარტიები არ გამოჩნდნენ პროცესებში და ამით დამთავრდეს ქვეყანაში არ გადაიხადო მე პოლიტიკოსებს რომ აი ხალხის პრობლემებზე თქვენ არ ლაპარაკობთ. თორე პოლიტიკურ ფასს აყენებენ პოლიტიკოსები. ხო, რა თქმა უნდა. კაი, ამაზე ბოლო რაღაცა ესეთი კითხვა მაქვს ოპოზიციაზე რო არ ვილაპარაკობ. ანუ ესაც გათვლილი მოდელია, კარგად გათვლილი. აი ძალიან კონკრეტულ კითხვას დაგისვათ და ვეცდები დავაკვირდეთ თქვენთვის ნაცადი მოხერხებულობით ხო არ როგორ გამოძლებთ ხო არ აირიდებთ ამ კითხვას. მე მაინტერესებს გასაგებია რომ პოლიტპატიმრები ვინც არიან ის ახალგაზრდები რომლებიც დაიჭირეს ამაზე ვთანხმდებით ამიტომ საკითხავიც არაფერია მე გეკითხებით დღეს საქართველოში ვინ არიან პოლიტიკოსი პოლიტპატიმრები თქვენი აზრით ეხლა თუ ჩერჩილს დაუჯერებთ 70 წელია პოლიტიკაში ვარ და ვერაფერი ვერ გავიგე პოლიტიკის ამბობდა. შესაბამისად თავის თავსაც ნაკლებად სრულის პოლიტიკოსად. დაიწყო უკვე. პირველი რა შეიძლება ეხლა რეალურად პოლიტიკური პატიმრებია ყველა აგერ დღეს ლევანის განაჩენი გამოაცხადეს ხაბეში პოლიტიკური პატიმრებია. სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრებია ყველა რიგში. თქვათ იქ ვინც არიან კიდევ დანარჩენები მელია ნიკა პოლიტიკური პატიმრებია ხო ხოშტარია ლაკა რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრები ახლა ნუ დავიწყებთ გაზომვას რა დააშავეს ადრე როცა ხელისუფლებაში იყვნენ თუ არ დააშავეს ფაქტია რომ რეჟიმთან პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო მოხვდნენ ციხეში ხოლო ვინც რეჟიმს პოლიტიკურ წინააღმდეგობას არ უწევდა და ჰარმონიაში ცდილობდა მასთან ყოფნას აგერ არიან ყოფილი ნაცები რომლებსაც აქეთ ეძებენ დინარაძე მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატი გახდა, ცნობილი ადვოკატი. ოფიციალური ადვოკატი სხვათა შორის, მაგის დედიზმა რო დაიჭირეს იქ ჯავახეთის ხეთყეების თურქეთში გამტანის თუმანიშვილი ადვოკატი იყო ის რა ქვია, დინარაძე 13 წელში. ხო, ეს ოფიციალურად დადასტურებულია. ენუქიძე, ეს არის ყოფილი ნაცი ოლიგარქი, მილიარდერი, რაჭიდან სხვათა შორის, რაჭველი ხო ხარ, დღეს არის ქოცი, ბოლქვაძე, აჭარის ფეოდალი, მოღალატე ჯაყელების საქმის გამგრძელებელი, ნაცი ყოფილი, ეხლა ქოცი, მილიონერი თელი აჭარის როგორ? ვიქტორ ჯაფარიძეს ხო ნაცების ვიქტორ ჯაფარიძე ნაცი ხო ნაცების დროსაც მოსკოვთან თანამშრომლობდა, იმიტომ რომ მოსკოვში რო გაემართებოდა უშიშროების სამსახურში სხდომები საქართველოს საკითხზე ვიქტორა ჯაფარიძეს გამოიძახებდნენ და იმას ეკითხებოდნენ რას აპირებს სააკაშვილი რამე პროვოკაციას ხო არ გეგმავს ოფიციალურად ეს ვინც იმ თათმის ესწრებოდა აღარ არის ცოცხალი ქართველი ცხონებული იმისგან ვიცი ზუსტად რომ ვიცია გამოიძახეთო და მოგითხრა ყველაფერი მოიცა ანუ ეს ერთგვარი სააკაშვილის აგენტის ფუნქციას ერთგვარი რა აგენტი გაქანებული კაცო ერთგვარი უთხრათ დინარაძეს ეგერ აგენტი ყოლია და იქნება მიხედოს კოორდინაციის ფარგლებში მიხედოს იქნება ხო ეს კოლეგები არიან მაგ საქმეში დანარჩენები ანუ ვინც იმ ხელისუფლების წარმომადგენელი აღმოჩნდა დამყოლი და თვინიერი იქ არიან ისევ ხელისუფლებაში არიან და ქოცებია და ნაცებს ეძებენ
ხოლო სხვა ნაციები, ვინც თქვა წინააღმდეგობას წევდა და უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ეს პოლიტიკურად შეიძლება გაუგო, ისინი პოლიტიკური პატიმრებია პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო, ბუნებრივია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ რაიმე ჰარმონია მაქვს მე. სხვა შორის ნიკა გვარამიან ბუდიში იმასაც ღარიბაშვილსაც კი პოლიტიკური პატიმარი უწოდა რა, ცოტა სასაცილო ჯგეს. ნიკა გვარამია ამით ცდილობს ფული გამოგზავნოს ღარიბაშვილს და ლილუაშვილს, იმიტომ რომ ნიკა გვარამია არის ძალიან მსუყე მწველავი ყველა ოლიგარქის და ყველა მამაძაღლის. ხო, მათ შორის გილაურებს და რა ვიცი ყველას ამ ტიპზე ხა სუფრაზე რო იყო დაგაჯარიმებდი ალბათ მაგ გვარის ხსენებაზე. ციხეში რო არიან ეხლა რადგან გამოვა იქ ამბავი. ციხეში ვინ არის? ლილუაშვილი და ის ღარიბაშვილი. ეგ არაფერს არ ნიშნავს, რომ რეჟიმის თანალიდერები ციხეში არიან. მეცაც გეტყვით, ოქტომბრის რევოლუციის ყველა ლიდერი იოსებ სტალინა დახვრიტა. ხოლო ტროცკის ბოლო მოუღეს მექსიკაში. ესე რომ ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძალიან ხშირად გადაცხრილავენ ხომ ერთმანეთს არ მოტივიჭებენ. ესე ლილუაშვილის პროცესი იყო დღეს მე მგონი და რაღაც მოწმეები მოდიანო და ლილუაშვილის საწინააღმდეგო ჩვენებებს არ იძლევიანო და გაშვებას ხო არ უპირებს და რამე მე ლილუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე ხო არ გამოგვიჩნდება როგორც რას გაიგებ. ერთი რასაც ვერ გაწყართ აი ამ ჭორვილ პუტინიჩს ეს არის უსახო უსულო და უზნეო კადრების შერჩევა, ნუ ზუსტად არ ტყავს, ვის არ გააჩნია თავმოყარეობის პატარა კოეფიციენტიც კი უნდა დაიჭერს, უნდა გალახავს, უნდა გააუპატიურებინებს, თუ გააუპატიურებს, ნუ ზნეობრივად რა თქმა უნდა, სულიერად არანაირი თავმოყარეობის რეაქცია იმ მხრიდან არ იქნება, მეცაც გეტყვით, როგორც კი ევროსაბჭო მე მგონი ღარიბაშვილის მიმართ ჩაწერა, რომ თავისუფალ სასამართლოს მოკლებულია ეს კაციო, არა სასამართლო მართლა არც თავისუფალი და არც ნახევრად თავისუფალი, იმავე წუთს ოჯახმა მაგას მოამბობთო განაცხადა აი ხლისტების ისტორიები აღწერილი თუთაშხიაში ის სოხმარი ხლისტები რო ერთმანეთს წევენ და მე რო ჩაერევა ის კაცი იმას გალანძღავე ხო აი დაახლოებით ეგ ისტორია ანუ თავმოყარეობისგან რა სიძახის სწორაძის ციხეშიო კაცი არ მინდა ჩვენ ევროსაბჭო ევროსაბჭო სიცხე ხო არა გაგვთო არაფერი მე ცხოვრებაში აი ერთი კარგი დრამატურგიული ნამუშევარი სპექტაკლი ალბათ როდის უნდა გაკეთდეს აი ამ ეს ხო ტრაგედიაა ეს ხო ტრაგედია პიროვნული რომ ანუ შეუვარდე ბიძინა აი ხო არის სპექტაკლი ოპტიმისტური ტრაგედია აი ეს არის პესიმისტური ტრაგედია არა აბაზე ვიდეო მქონდა ჩაწერილი რომ აი ცხოვრებაში ისეთ ღმერთმა მაშოროს თქო ისეთი რამე რომ დამემართოს თქო ვიღაც სახში შემომივარდეს ფულები ჩემი ისინი აფრიალოს ციხეში ჩამსვას და ჩემს მეუღლეს იმ ადამიანის ფოტო ეყენოს Facebook-ზე ვერ ცვლიდეს ვერ შლიდეს просто კი შეცვალა გონი პატრიარქის დააყენა მაგრამ ვერ შლიდეს ხო ფოტო უყენია ღარიბაშვილის სულს ხო ანუ ვერ ანუ იმისი ვინც შეუვარდა სახში და ვის დაიჭირა აი შევარდნაძეს რა უთხარი ღარიბაშვილი სიმამრი თამაზაშვილი ბანდიტი რომ დაიჭირა როდესაც კახეთის პოლიციის უფროსი იყო და ნარკოვაჭრობას ეწეოდა პანკესის ხეობიდან თელ საქართველოში და საქართველოს გარეთ მინისტრი მაგ დროს კახათ თუ რა ერქვა თარგამაძე კირილკაცე თუ რა ერქვა თხლეს იმამდვილეში ხო, აი რო დაეჭირა მაშინ შევარდნაძეს, ხო? ან იგივე სააკაშვილს. და არ დამტკბარიყო ივანიშვილის მოცემული მილიარდები და იქამდე არ გაგრძელებოდა ეს ტკბობა, სანამ თვითონაც არ მოიტახა კისერი და ქვეყანასაც არ წამტროვინა მომავლის პერსპექტივა, ხო? აი ეს თამაზაშვილი რომ მოეცილებინათ, ღარიბაშვილები აღარ გამოიჩეკებოდნენ და სხვა ბანდები, სკვირიკაშვილები და კიდე გახარიები და რა ვიცი, ხელისუფლების ცვლილების დროს რატო ხდება ხოლმე, რომ ეგეთი ადამიანები რაღაცნაირად ისე მიყუჩდებიან, ცოტა ხანი გადააგორებენ და მე ისევ წამოიკაჩებიან ხოლმე. ესენი არიან აი ახალი ხელისუფლება, ხო იცის ვინ არის, რა არის, ისი დაზიანება შეუძლია, ისი გაკეთება, ეგ არის პრობლემა. ესენი არიან საშუალო შესაძლებლობის ადამიანები, რომლებიც აი ინტელექტუალურ და ზნეობრივ სიმწირეს ანაზღაურებენ ყველაფრის კადრებით. თუ საჭირო იქნებიან გაჩუმებიან, თავს დაუხრიან, არ გასცემენ შეურაცხყოფაზე პასუხს, არ აქვთ რევანშის უნარი, არ აქვთ საკუთარი ხედვა, არ აქვთ თავმოყარეობა, რა ვიცი, ეს ტრადიციული კლასიკური კომპონენტები, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს, ამათ არ აწუხებს და შესაბამისად დებესიერი ხელისუფლების დროს არიან კომფორტში, კომფორტის ზონა. ხო, ანუ ისე გამოდის, რომ ხო, ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებსაც არ ყოფნით დიდად იმის ნება, რომ ეგეთი ადამიანები რაღაცნაირად საჯარო სამსახურია თუ საჯარო საქმიანობის, რომელიც რაღაცა მთელ ქვეყანას ხმარდება, ეგეთი საქმიანობა, ხელისუფლების საქმიანობიდან გაწიონ და რა ვიცი, ხა თავის იმაში რა ქვია, სანათესაოში რაც უნდა ისაფუჭოს და ის ფულიც რა ვიცი, ხა
ეხლა ჩვენ უნდა გიორგი ობიექტურად შევხედოთ რეალობას და ეს არ არის თქვა და სამიტინგო და ემოციური თემა, ეს არის ძალიან მწვავე პრაგმატული. აი ხუხაშვილმა თქვა 6 თვეშიო თუ რაღაცეებს არ მოусვიო, კარგათო ცოცხიო და გამოხვეტეო ეს ნაგავიო. მე შენ სამ ნაგავში ითხრები და ამ ნაგვის ნაწილი ხდება. იმიტომ რომ თვითონ ხუხაშვილი ასეთ ნაგავშია გაზრდილი. ყველა ოლიგარქის მწველავი იყო ხუხაშვილი, იუდა ისკარიოტელის პირდაპირ შთაომავალი, ყველაფრის მკადრებელი. წველა ბადრი და რა წველა. მე გადავიდა ამ ბიზნეს წველაზე პირველი ჭკუის დამრიგებელი ეგ იყო როგორ გაუბრაზებია რა შუა უნდა გაიკრიფოს ეგ მაგის იდეა იყო რომ პარტიები უნდა დამთავრდეს. ხუხაშვილის იდეა იყო როცა ივანიშვილთან მე უკვე დაიწყო ცოტა მეტი ფულის კეთება ვიდრე ამის ნებართვა ჰქონდა ამოკრეს პანჩური გამოაგდეს. თუმცა ეს ძალიან საში ფიგურა იმიტომ რომ უნიჭო არ არის და თავის ნიშს ბოროტად იყენებს და ყიდის ძალიან უზნეო მიმართულებებით. ამიტომ რა თქვა ხუხაშვილმა მე ამას ვერ მოგახსენე. აი შუა უნდა გაიკრიფოსო რომ ამბობდა როგორ არის ფასწვენს გამოადენსო ნათქვამი რო არის აი ეს არის ხუხაშვილი. ერთხელ იმას ურტყავდით ჩვენ მუდმივად ურტყავთ სოკარს. ეს სოკარი არის ისა ალიევის საოჯახო კომპანია ფაქტურად სადაზვერო სამსახურია, რომლის მიზანია რომ აი სადაც დაფუძნდება ეს კომპანია, იქვე პოლიტიკური მიზნები, ინფორმაცია. პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ახლა მაგალითად სოკარი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. არა, საფრთხეა. სოკარი არის ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე ტერიტორიული, სწორედ როცა გარეჯი წაგვართვა ილხამ ალიევმა და იქ არსებულ ყველაზე მაღალ მწვერვალს ალიევის პიკი უწოდა და იქ ქართული მესაზღვრეობის მაგივრად ეხლაც გადმოყურებენ ბაქუელი მესაზღვრეები, აი ამ ყველაფრის ნიველირება, პროპაგანდის არ გააქტიურება, თქვათ იგივე ჩემი გამოცხადება ექსტრემისტად და ყოველკვირა აგზავნი და ალიევი აქ ნოტაციებს რომ ეროვნული შუღლის გაღვივების გამო პასუხისმგებაში მივეცი, საგარეო უწყვეტ ეგ დოკუმენტები, აი ეს ყველაფერი საპატრიარქოს გაჩუმება, მათ შორის ჟურნალისტური ნეოლიბერალური წრეების, აი რადიო თავისუფლება ჩემ ლანძღვაში იყო რომ რატო ვიღებ ხმას დავით გარეჯზე. ყველაფერს სოკარი აგვარებდა, აფინანსებდა, აჩუმებდა და სხვადასხვა. ანუ ამას რატო ამბობ? და მეწვი ერთხელ ეს ხუხაშვილის ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. ხო. და თხოვნა მაქსური იქნებაო სოკარსო აღარ შეეხო. რატომ უთხარი? სოკართან რაღა გაკავშირებს. ვიცი რომ ყველგან არის მოდებული, მაგრამ ეხლა ამას იქო კონსულტანტი ვარ და 10000 მიხდიანო თვეშიო. ეხლა ასეთი ადამიანები ცდილობენ იექსპერტონ, იანალიტიკოსონ, აი თქვა ის რო არის ჩათირიშვილის ლოთი და უბანელი ივანიშვილის დაწერილი ესეებს რო ხელს აწევს ყველაფერს. დაღლილი ვირის თქვენი მოფიქრებული. დაღლილი ჩემი მოფიქრებულია. აგერ ის დაღლილი და ასე იყო დაღლილი მილიარდერი უკვე. აგერ ის რა ქვია დღეს გამოუყვნა. მორიგი. ისა კაცო მის რო იყო ფინანსთა მინისტრი ნოღაიდელი. ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი იყო მე. დაღლივი რო დავურქი მე გახდა პრემიერ-მინისტრი. რატო ბავშვობაში რატო უსმენდი ეგეთ რაღაცეებს არ ვიცი, მაგრამ გამომადგა. ხო, ეგაც შემთხვევითია, რა უნდოდა მაგას პრემიერ-მინისტრად. აი ჩვენი ტრაგედია საიდან მოდის? სტალინის სიტყვებია და სწორი ახლა მან იცოდა იმპერიის შექმნა და მართვა. კადრები წყვეტდნენ ყველაფერს. კადრს ვერ აარჩევ შესაბამის მენეჯერს და ხელმძღვანელს. დაქცეულა ქვეყნის დარგი. აი სააკაშვილის ხელისუფლება რომ მოვიდა 2003-ში, 4-ში და მე უფრო ეს თქვა რაღაცა. ხო და ამ ნოღაიდელზე გიყობოდით. ერთად ვიყავით ჩვენ პირველ პარლამენტში კომისიის თავმჯდომარეები, ეგ ეკოლოგიური, მეურნეული. ერთ წელში ტიპმა შეცვალა 13 მძღოლი, გჯერათ? ჩამოსული იყო ქობულეთიდან ერთ ფეხზე, შექმნეცო მეორეზე ის სანდლი და არ მოსწონდა ინფორმაცია. კალოში. არ ტოვებდა ნორმალური საბეჭილებას. თუნდაც ამიტომ. ერთი მძღოლი ჟორა იყო ავლაბრელი. რა მოტივით შეცვალა? მოვიდა მანქანა გაჩერდა იქ იმელის წინა ესაც ახლა არაბების სასტუმროა. ეგ ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთად მიყიდეს არაბებს. აი რომ დაანგრიეს დილით ხალხი რო კორპუსიდან გამოყარეს და ტრუსის ამარა რო გაყარეს ქუჩაში. აი არაბობა იქიდან დაიწყო, ერთად დაიწყეს. ამათ ერთად დაიწყეს. ერთი პასუხისმგებლობა ეკისრება და პოლიტიკური ორივე სხვათა შორის. იგივე რაკია ფოთში არაბული კომპანია სააკაშვილი ივანიშვილის შემოყვანილი იყო. რაკინ დეველოპმენტი. ხო, მილიარდები აკეთეს იქ. იგივე ჯუგაანი, კახეთში, თელავში არაბული სოფელი ქალაქი რო აშენეს, ერთად ააშენეს. ანუ ივანიშვილი აგრძელებს უფრო გადამეტებული დამანგრეველი ტემპებით იმ პოლიტიკას, რაც ერთად ჩაყარეს და ჩაასაძირკვლეს. ხო და ეს ნოღაიდელი ჩამოვიდა, მე-13 მძღოლია უკვე. არა, მე-12 მძღოლია. ის გამოშეცვალა ისო რაღაცა გააჩერა. ხო, ჩამოვიდა საღამოს, ეს მანქანა დგას რუსთაველზე და შემოუარა მანქანას გარშემო. და იმ ჟორომ გადმოსძახა, რომ უფროსო ჯან, სამჯერ უნდა შემოუარო, სამჯერა. ხო და ამის გამო განთავისუფლეს მე-12 და ამოვიდა ეგრევე დაწერა მოხსენებითი ბარათი და მძღოლი წაიყვანა. როგორ გამიღადავა ჟორაო? ხო.
სამჯერა უფრო ახლა ავლაბრელი რას ეთქოდა ჯორო. ხო და აი ასეთი ტიპები რომ მოდიან ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, კიდე კარგად ვუდგა. სული და კარგად გვაქვს საქმე. ის რა ჯიგარია რო იცოდათ, რომ აქამდე რამდენიმე წოლი გაუშვა და მაინც ეგრე. მაინც ვერ მოიწმინა შეხედა რომ არა შედარება. გარეთ რატომ შემოარო გარშემო მაგარზე გითხარ. სააკაშვილის თავრობა ხო ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული და შედარებით, აქ შედარებით კი არა და ხო ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული და მაშინ რა მოხდა, რატო აი ეგეთი ხალხი რანაირად დაბრუნს შემოძრა შემოსისინდა ისევ პოლიტიკაში. ეხლა პირდაპირ უნდა ვთქვა, აი წრან დავიწყე და საინტერესო საინტერესო რაღაცა კოლონებს გვაქვია იმას ბურჯებში. ხო, აი გეტყვით. ჩვენ უნდა ობიექტურ რეალობას შევხედოთ ძალიან ესეთი სწორი ხედვით. საქართველოში ხელისუფლება არ შეცვლილა არასოდეს. რაც ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლებიდან. ანუ ქართული deep state-ის უარი ხო ესე რომ დავარქვათ? ხო, მაგრამ deep boroteva ესე შეიძლება დავარქვათ. Deep state-ი კიდევ რაღაცა ცივილიზებულობის ნიშნებს ატარებს და ესე deep boroteva. ანუ ღრმა ბოროტება, ხო, deep ხო არის სიღრმე. ხო, 90-იანი წლებიდან მას შემდეგ რაც გამსახურდია ის ხელისუფლება დაემხო ცნობილი მიზეზების გამო, ხელისუფლებები არ შეცვლილა. ერთმანეთიდან ხდება ამონაყარია. დილით გავიგუძებთ, ახალი ამონაყარი ამოვიდა ახალი სოკოს სახით, თქვა ჯერ შევარდნაძე, მხედრიონი, მერე გვარდია, მერე შევარდნაძე, მერე სააკაშვილი, მერე ივანიშვილი. სახეები ერთი და იგივე, ტიპები, წრეები, საქმიანი ფიგურები, ოლიგარქები ერთი და იგივე. ოპოზიციაც ერთი და იგივე. ოპოზიციაც ერთი და იგივე, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ყველა ხელისუფლების მებრძოლი და მოძულე შეიძლება ითქვას, ერთადერთი ჩვენ ვარ დანარჩენი, ყველა ოპოზიცია ან გაქრა, ან ჩაიყლაპა, ან ჩაბარდა ხელისუფლებას და გახდა მათი ნაწილი 35 წლის განმავლობაში, რაც ჩემი მეხსიერება გაიყიდა ხართ თქო. როგორ? მაგიტო ვთქვი თქვენ უცვლელი ოპოზიცია ხართ. ხო, უცვლელი როგორ გითხრათ, უცვლელი კი არ ვარ, დაუდგრომელი მებრძოლები ვართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის და სანამ ხედავთ რომ ამ ქვეყნის საქმე ვერ იქნება კარგად, ვთვლით რომ არც ჩვენი საქმე არ უნდა იყოს კარგად. ანუ ჩვენ ამ ქვეყანასთან ერთად გავემარჯვებთ. და დარწმუნებული ვარ საქართველოს დაღუპვა და დამარცხება არ უწევია. აი ეს არის ჩვენი პრინციპი და ნუ გაგრძელდა 30 წელი. ანუ ხელისუფლება არ შეცვლილა 30 წელია ჩვენთან. ერთმანეთისგან ამოდიან. შევარდნაძე ამოვიდა, თქვათ, იმ შეერაღებული დაჯგუფებებიდან და იმ წითელი დირექტორების პუნქტიდან ამოვიდა. სააკაშვილი ამოვიდა შევარდნაძიდან, რომელიც იყო მისი უმრავლესობის ლიდერი, მოქალაქეთა კავშირის და ნინო ბურჯანაძე, მისი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ჟვანია, მისი პარლამენტის თავმჯდომარე. იქიდან ამოვიდნენ. აბა ეს ახალი ხელისუფლება ხალხო არ გადამრიოთ, ხო? მაგრამ აი რაღაცა ის კორუფციასთან ბრძოლა იყო, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანასახების გაკეთება, კორუფციასთან ბრძოლა, საბაჟო კონტროლი, გადასახადების საკრეფა, ბევრი რაღაცა იქ სკოლები, სამონტყოფოები, ბევრი სკოლები ჩვენ გავაკეთეთ, უფალო საშუალო განათლება ლებრუსულ მომბარდემდე ეკანონო. უჩივლეთ მაშინ სააკაშვილის და შევარდნაძეს ერთად იყვნენ, როცა ფას შემოტანა უნდათ მესამე საფეხურზე, სასამართლოში მოუგეთ საარჩევნო, მაშინ კიდევ იყო თვეში მე მგონი, თუ არა, 11 ლარი ეძიკას დროს თუ არ ვცდები, 97 წელს კლასიდან. ხო, მესამე საფეხურზე აპირებდნენ, ხო. უჩივლეთ, მოვიგეთ, შემდგომ უფალო სასწრაფო დახმარება შემოვიტანეთ, შემდეგ საბავშვო ბაღები პრივატიზაციაში მიდიოდა და ეს გადავარჩინეთ, არ დაუშვით, შემდეგ იყო დენის ტარიფები გავაიაფეთ, შემდეგ იყო 25000 ექიმის დათხოვნა იყო გადაწყვეტილი. ეს არის პოლიტიკური რაღაც ნაბიჯები. ეს თუ რამე გაკეთდა, მაპატია, თუ რამე გაკეთდა იმ პერიოდში, აი ევროპულ სოციალისტური, ეს გავაკეთეთ ჩვენ, მაგრამ რო დაინახეს, რომ ძალიან ღრმად შევდიოდით და მართლა შეიძლება ხალხი გამხდარიყო პატრონი ამ ქვეყნისა და შექმნილიყო საშუალო ფენა, რომელიც უკვე არის სახელმწიფოებრიობის გარანტი, იმას ვერაფერი ვეღარ დაძრავს და ვერაფერს ვერ უზავს, ვერავინ ვერ დაჩაგრავს, ხო? აი ეს არ დაგვაცადეს და მოგვიწყეს ვარდების რევოლუცია და ისევ იმ ხელისუფლებიდან ამოიწვერა მათივე ნაწილები ახალი ხელისუფლების სახით. მე როცა ამ ხელისუფლებამ დისკრედიტაცია გაუკეთა თავის თავს და იმდენი შეცდომები დაუშვა, იგივე საკრებულოში თავმჯდომარის პოსტი დაუჭირდა. იგივე ცოტა ჩვენი წვილიც არის. თემაზე ბრაზდება. აქ თემაზე პასუხს არ ვიცნობ, ვისაც იჯერა, ის არის უბრალოდ იდიოტი, პირდაპირ აი კამერიდან ვეუბნები, ის არის ჩამოყალიბებული იდიოტი, მას არაფერი არ ეშველება. ეხლაც დაუთმობ ივანიშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობას, ოღონდ დაგონებოს თავით. მოდი, ოდნავ რაღაცა შეცვლა კი არ მინდა თემის ცოტა სხვა რაღაცებზეც მინდა გკითხოთ რა. სულ დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობ. ბოდიში.
ის რაც ხდება ბოლო 30 წელია არის დაპირისპირება პოლიტიკაში ლეიბორისტულ პარტიასა, რომელიც ხალხის ინტერესებს განასახიერებს და ცდილობს რომ ხალხს დაუბრუნდეს პოლიტიკური ძალაუფლებაც და კონებაც წართმეული, ხო? ლეიბორისტულ პარტიასა და ოლიგარქიას შორის. დანარჩენი ის პარტიებს რა სახელი ქვია, ვინ როდის რას ამბობდა, ვინ ეხლა ციხეშია, ვინ ხვა შეიძლება ეს არის მეორე ხარისხოვანი. თავარი მომენტი არის ეს. ერთ თემას მინდა შევეხო, როდესაც გადაცემის დასაწყისში ვახსენე რომ იყო რაღაცები რაც შეიძლება ვიღაცებს არასერიოზულად ეჩვენებოდა და მე რომ გვაჩვენა ერთ-ერთი ამის მაგალითი არის ხარაგაულის რაიონის ამბავი, როდესაც თქვენ როდესაც იყავით ჩასული, იგივე ამბავია იგივე მათ შორის მეც ხო სიუჟეტი რო არის კახაც რომ მოგიგზავნა მეგობარმა ხო კახაც რომ ყავდა აქ ანუ მაშინაც ხო როდესაც ამოვიდა რა ტრაგედია შეიძლება მომხდარიყო მე თვითონ ამ კახაკიკნაცაც რო ვესაუბრეთ ასევე იხსენებს ხოლმე ადგილობრივი მოსახლეობა როგორ წარმოუდგენად მიაჩნდათ ეს და როგორ ეცინებოდათ ამაზე თქვენზე ალბათ ფიქრობდე რომ ეს პოლიტიკურ ქულებს იწერს რომ მე ჩემზე ვთქვათ მაგას თანამდებობა უნდა უგონ იმიტომ დღემდე ვიღაცეებს და ოღონდ იმ ადამიანებმა დაინახეს უკვე რეალობა ვისაც უშუალოდ დაინგრა კიდე ხო არ ჩასულხართ აი ამდენი წლის მერე მანდა აი რო გეუბნებოდით ესე მოხდება და ეგ ჩამოგეგრათ ეს სოფლები თავზე გეტყვით რომ ახლა ადამიანი ვარ მე ხო პირველ რიგში და მე ვარ პოლიტიკოსი ახლა როცა არის მით შენი და ანი ღიმიან ანი ცინიზმით ხვდებიან აი ესეთ საკითხებს და ამბობენ რომ ხმები გინდა რეიტინგი 1% გაგდა ახლა ეძებს ხარაგაულში თუ ზესტაფონში შეიძლება რა თქმა უნდა ეძებს პოლიტიკაში იმიტომ ადამიანი რომ ეძებს ხარდაჭერას და ამისათვის საქმეს აკეთებს რაღაცას აჩვენებს ვიღაცას პოზიტივს ეს ბუნებრივია მინდა როგორ არის მაგრამ პირველში ზარალდები იმით რაზეც ლაპარაკობს ხო მე მინდა ის რომ ჩემი ხალხი საფრთხეს გადავარჩინო და ამ შემთხვევაში 10 წლის უკან რო გავიგერო აგუბებდნენ ხარაგაულის მთებში ნაშალი მასალა მიქონდა ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო ქვია, რომელიც არის სანქცირებული კორუფციის ბუდე და რომელიც დადის აი ესეთ ქვეყნებში ფულის საკეთებლად, მილიონების საკეთებლად, ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიდის ატკატები ერთმანეთში და გვირაბები გაყავდა ხარაგაულში, არა ცივილიზებული ტექნოლოგიებით, არამედ აფეთქებებით. აფეთქებებმა გამოიწვია ეს, რომ ერჩვენიერ დილას ქოცი სიძე და ქოცის სიმამრი ხარაგაულში, ბეჟანტუბანში საუზმობენ დილით პირველ სართულზე და როგორც აი ცნობილ კინოშია ტიანშანი რო ინგრევა ის შენობა ჩავარდა ეს ოთახი და მაგიდან ჩავარდა დაბლა იმ ჩინელების გათხრილ იმაში გვირაბში და იმ დონეზე იყო ხალხი მოწამლული იმედი ახლა ესე აღარ იქნება რომ სარჩელი ვერ შევატანინათ ზარალი ზანაზღაურები ეკუთვნოდათ მილიონები ათეული ათასები მაინც და სარჩელი ვერ შევატანინათ ოცნების შტაბში გაგვიბრაზდებიან ხო ტიპებს ეს სარგებლის მოლოდინი. აი იცი რას ვერ ხსნი შეშინებულია ეს ხალხი თუ რაღაცა სარგებელი ისეთია რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ და რაღაცა რა ეთქობა ხალხს რომ სარგებელია ორი კაპიკი არ ვიცი რომ აშენდნენ მეთქი მაგრამ რაღაცა აი ვთქვა 400 და 500 ალბათ გიორგი შიშიც და სარგებელი შიში რო ის ორი კაპიკის სარგებელი არ დაკარგოს აი გარი ხო და ეხლა უფრო მძიმედ ყოფილა საქმე როგორც ირკვევა მათ შორის ეს გვირაბები იმდენი სტანდარტის დარღვევით არის აშენებული რომ საფრთხე ექნება თითოეულ გზავს რომელიც მაგალითად თბილისიდან ბათუმში მიდის დასასვენებლად აი ამ ზაფხულში მაგალითად. იმიტომ რომ ის გვირაბები გაკეთებულია ჩემი მაშინდელი ინფორმაციით არა საიმედოდ, არც თუ ხარისხიანი ცემენტით და არც თუ ხარისხიანი არმატურა რკინამ ხოლმე შეკრას და დაიჭიროს. და გარდა ამისა იმ გვირაბებსა და მიწას შორის დარჩენილია საჰაერო ბუდეები, რომლებიც არის მაგაზე ის კაციც ლაპარაკობდა ხო გვირაბს და იმ ხო ამდენი მეტრია 100 თუ 150 მეტრი. ანუ ეხლა აი ეს თემაც იმიტომ წამოვჭერი რომ ეხლა ამით მართა ვიღაცა პოლიტიკურ ხულას ხო არ იწეს კაცო ნებისმიერ დროს რაღაცა რომ მოხდეს. ხულაზე არ არის რა. მე უნდა დაიწყონ რომ აუ ბუნება აი ამდენი წლების წინ ლაპარაკობდა შალვა ნაცელაშვილი მაგრამ აბა რა მოხდა აბა საწყალი წამოვიდა რა. ორი სოფელი. სამან მე ეხლა კიდევ ვიქოცებ რა ის კაშხალი თუ რაღაცა რაც უნდა დაგუბებულიყო და უნდა წაეღო კოლხეთის დაბლობიო რო ამბობდაო ბატონ შალვა ის რატო არ მოხდა. იმას შეიძლება ის შეიძლება მოხდეს. სხვა მოხდეს 5 წელში. შეიძლება შუაში შეიძლება ეს მოხდეს. აი ეგარი. ის არის თელი ნაშალი მასალა აიტანეს, დააგუბეს მთის მდინარე, ეს არის ეკოლოგიური ბომბი. ამას აკეთებდნენ, თქვათ ვიეტნამის ომის დროს ამერიკელებს ხელოვნური მოხავდა და რაღაცა ეკოლოგური ხდებოდა და ეს ცნობილი ის არის მომენტი. ხო? მაგრამ აი ეს არავის არ გაუკეთებია ჯერო. დაეგუბებია. ხაში, ნაშალი მასალის ზღვა
რომელიც ერთჩვენერ დღეს შეიძლება გადმოსკდეს და მართლაც ჯვარი ეწეროს ყველას ქვემოთ ჩაიტაროს ხიდაქის სიუჟეტი ბატონი შალვარო იყო ქვარო ჩააგდო აი ეგ სიუჟეტი ხო ხო და ეგ ტბა არის ის ტბა რაზეც სხვაგან არის ეხლა ეს არის აი მაგას რო ამბობთ ყვებით და მე ბოლოს არის ესე ხო ეგ ტბა მაშინ იყო ახალი დაწყებული ეგ მაშინ გუბდებოდა სანაყარო რომელიც მე იმ დინარეს და რაღაც წყლებს თვითონ არხები გაუჭრეს და ზემოთაც მოდის გვერდებში გაუშვეს ამ მიწის გვერდებიდან გაუშვეს რომ მიწაში არ ჩადგეს ეს წყალი მაგრამ დინარე რომ მოდის ზედაპირის მაღლა რაც მოდის ქვედა დინებებიც აქვს და ის შლამი რაც დაყარეს იქ არის პრაქტიკულად მეწყერისათვის აი რა შოვში წამოვიდა გამზადებული მასალა ის შლამი თუ დაქანდა და წყლით გაიჟღინთა ვერანერი ზღვა ვერ აჯობებს ნგრევაში. რა ვიცი, ამ გადაცემაშიც მინდოდა მეთქვა ეს არ ვიცი ვინმე თუ ყავს მომკითხავი. აი ეს რო არის წახაძია ხო მილიონერი ვაჭარი პარლამენტში დეპუტატი ბიზნესის პირველი მქადაგებელი და ჯერ ამაზრზენი როჟაა რა როგორც არის ნათქვამი. ხო იყო ხარაგაულის და იმის დეპუტატი ზესტაფონის და ბაღდადის. ამოიღოს ხმა მილიონების კეთების გარდა ახლა არაბებისთვის დაუწყია კორპუსების შენელობა თბილისში ეს სავალდებულოა ხო იცი ხელისუფლებაში თუ ხარ უნდა კორპუსებს საშენებლად არაბებისთვის მას რო იღებდეს მილიონები კი არ ეს მილიონერია ბიზნესის მქადაგებელი ევროპის მაგინებელი და რა ვიცი ნუ ზიზღი აწევია სახეზე მთელი კაცობრიობის ამი აი შექმნეს კომისია პარლამენტში ფასების შემცირების კომისია ხო შექმნეს და ფასები უფრო გაძვირდა. იმედია ამ კომისიას თუ შექმნიან, ახლა ის არ გადმოსკდება მართლა ის წყალი იქიდან, შექმნას კომისია და გაარკვიოს, ვინ შემოათლია ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო მსოფლიოში დაგმობილი და ვინ დაანგრევინა ხარაგაული და ვინ ჩააყენა ხარაგაულს. აი ამაზე მინდა კითხოთ კიდე ხო სანამ გითხავ, რახან ესეთ თემებში ვიყავ ამერიკაში. ხო ბარემე გამოწ. მარტივად დავსვავ თუ თემაზე კითხვას რა. რატომ გენიალურობა სიმარტივეში. ხო, აი ვიცი, რატომ არ აძლევენ ბავშვებს წამალს? აღარ გავმარტავ ყველაფერს გასაგები რა თემაზეა საუბარი. რატომ? აი ხარ თავ რა ფეხებზე კიდიათ. ფეხებზე კიდიათ ჩვენი ბავშვების და ჩვენი ხალხის სიცოცხლე უკვე რამდენი ხანია გადააჭარბა სიკვდილიანობა, მშობადობა საქართველოში და ამაზე თუ დაგინახავთ ან წარბი შეხრილი, ან მონანიება, ან რამე პროგრამის შედგენა რომ გაიზარდოს სიცოცხლის უნარობა, ეხლა იგივე იაპონიაში, ხლა ჩვენ ვსწავლობთ ამ სოციალისტურ მოდელებს ყველა ქვეყანაში. იაპონიაში თქვა თუ არა აქვს ადამიანს გაკეთებული კოლონოსკოპია, ანუ სწორი ნაწლავის შემოწმება და ენდოსკოპია, ბარათი ეთიშება და ხელფასი ვეღარ იღებს. ის იძულებულია მივიდეს და სახელმწიფოს ხარჯზე ისეთ კიბოს იჭერ მაგას რომლითაც ერთის მხრივ მოკვდები და მეორეს მხრივ შეიძლება გადარჩენ. გადარჩენილი ხარ თუ კოლონოსკოპით დაიჭირე ის პოლიტიკა. ეს ბავშვების თემაზე მეც რა ის გქონდა თეორია, მოდი ასე ვთქვათ, რომ იმიტომ არ აძლევენ წამას, რომ იმდენი მოწყვლადი ფენაა, რომელიც დასაბუთებულად და ლოგიკურად ითხოვს ასევე მაგალითად ვეტერანების ოჯახები, მაგალითად სხვადასხვა ისეთი ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ოჯახები და შემდეგ რომლებიც ასევე ითხოვენ ნორმალურ პირობებს და სახელმწიფო პოლიტიკას, რომ ამათ რო დაუფინანსოთო, მე მართლა მთელი ქვეყანა არ მოგვაწყდეს, რომ ამის ხوار ეშინია სოციალური აფეთქების ეშინია. მე დაგეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ამბავიც და მიზეზიც ეგ არის ამისი, მაგრამ თავად мотивация ministris გამოვიდა მაგათი ეს ენამზე დეპუტატები რო ყავთ ის თხებს შორის სექსის პროდუქტი ეს ზარქუები და ვიღაცები რო გამოდიან რას ამბობენ თუ იცით ალბათ მოусმენდით რომ ეს არ არჩევს ამ დაავადებასო და რას უნდა გავწიოთო ხარჯიო ამ დროს 80% ადამიანს რაც ჭირს იმ დაავადებების არ რჩება და წამლები არსებობს იმისათვის რომ ეს დაავადებები გადაიყვანოს რემისიაში ანუ სასიკვდილო საფრთხე ადამიანს არ შეიძლება მართოს მინიმუმ რო დიდხანს ხო რაჩება მეთხანს იცოცხლო ხო გასტრიტი იგივე არ რჩება მაგრამ როცა სიმჟავა წუხებს კაცს კუჭის უნდა დალიოს ის ომეპრაზოლი და განეიტრალებს ხო და აღარ გადადის კიბოში იგივე თქვა ისა რა ქვია ათეროსკლეროზი რჩება არ რჩება მთელი ეს სტატინები და ეს კარდიომაგნილი მიმართულია იქით რომ ფოლაკები არტერიებში არ გაიზარდოს და არ დაგაგრძელებს ვაქტებას აღარ გამოდის რომ ესე იგი უნდა პრაქტიკულად ფარმაცევტული წარმოება სოფლიოში მოკვდეს და ადამიანებს უნდა უთხრათ შენ სიკვდილი გიწერია წადიკი სერ გიტეხია აი ეს კაცთ მოზულე კონცეფცია რომელიც არც ერთ ფაშისტურ ნაცისტურ ჰიტლერისტურ იდეოლოგიას არ მოუგონია იქ იმაში რა ქვია ეს ალბათ გაგონილი გექნებათ გერმანელები როცა ტყვეების ბანაკებში ადგენდნენ ყოველი ტყვის დოსიე პირადად იყო დაბეჭდილი მანქანაზე და ასევე ეკითხებოდნენ რა ქრონიკული დაავადებები აქვს
და წამალს აძლევდნენ ტყვეთა ბანაკში. ნაცისტები ტყვეებს წამალს აძლევდნენ. ხო, საკონცენტრაციო. აი გაზის კამერაში შეყვანამდეც კი კურნალობა მიდიოდა. ეხლა ეს რა თქმა უნდა ამაზე ძვენია, მაგრამ ფაქტია ესენი კაცობრიობის ისტორიაში არ ნახული მკვლელებია. ესმით რა შესაძლოა თემა ხვაწია რომ აი გადასახადის გადამხდელების ფული უნდა გადავიხადოთ და ეხლა მე მეორე მოვაყოლეს რომ აგერო 30 მილიონიანი პროგრამა გვაქვს რაღაცაო და წყალში ვყრითო ფაქტურად ფულს და ისევ მე მგონი აქონდროპლაზიის წამას დაუწყეს გაშავება ესე ხო, ანუ არგუმენტაცია, რასაც ისინი ამბობენ, არის დანაშაულებრივი და მარტო ამაზე ეკიმები ამბობენ, რომ კონვენციული შედეგი ქონდა მაგ წამალს, მშობლები ამბობენ, რომ შედეგი ქონდა მაგ წამალს და მაინც იგივე მიმართულებით მიყავთ, იმიტომ რომ აი პირდაპირ ერთი ორ დაავადებას გეტყვი, მაგის მერე კიდე ბავშვებში ასევე, რომელიც დასაფინანსებელი ექნებათ და მეტყობა მაგაზეც ან მაგაზე აქ ინფორმაციაც არ უნდა, მაგალითად ევროპა, ამერიკაში მე მოსაპარიფული დარჩებათ ნაკლები. ანუ უნდა გადაანაწილონ, ხო, უნდა გამოათავისუფლონ ვიღაცის სათქლეფი ულუფიდან, უნდა წამოიღონ და ხალხს მოახმარონ. და რა უნდათ ეხა იქ ვიღაცას ვილა აქვს, ასაშენებელი ვიღაც ბასეინი აქვს ამბობს. მარტო 9 მილიარდი უპროცენტო აკრო კრედიტი, რომლის პროცენტს ჩვენ გვახტევინებენ, გაცემულია ის კარიჭაშვილზე, ეს არის ივანიშვილის კარის ბიზნესმენი, გაცემულია ეს ხარება რო არის ღვინო, მაგის ფლობელზე, გაცემულია ალექსანდრე ივანიშვილზე, ამის ძმაზე, გაცემულია მამაცაშვილზე, გაცემულია ამ ძმები ეს ასკანელი ძმები რო ქვიათ ბანდიტები, კახეთში მეღვინეები, ამაზეა გაცემული 9 მილიარდი. ანუ აჩუქეს. ეგ ინფორმაციები როგორ იძებნება? ჩვენ გვახტევინებენ, ჰა? ეგეთი ინფორმაციები, ისეთი რაღაცაა. ოფიციალური ინფორმაცია. ოფიციალური ინფორმაცია ის იმის აუდიტის მიერ დადგენილი და დადასტურებული. ახლა არაოფიციალური ინფორმაციები იმდენია, რომ ახლა იმის ჩამოთვლას არ ეყოფა. ამ კადრების ნახეთ ოფიციალური მილიონების და რა მაინტერეს აი მაგაზე ესეთი რაღაცა შეიძლება შეგობედა. ხო, ახლა 6 მილიონს რო იპოვიან ბოდიში ყოფილ ექს-პრემიერს ან ყოფილ მინისტრს ნებისმიერ ქვეყანაში ეს იქნებოდა წარმოუდგენელი და რაზე მეცინება? და უარეს გეტყვი ბოდიში იქ რო გადამსვლელ პუნქტში რო უპოვეს 2 კვადრატულ მეტრში 750 მილიონი დოლარის უკანონო ტრანზაქცია. ერთ პუნქტს. ვინმე ამბობს რა მაგაზე და ის გაუშვეს. და ის ყველა საინტერესო ეს ლილვაშვილი კონცენტრებს ფარველობდაო. ბიჭო, ამ თითო კოლცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი ხომ მუშაობს? ერთი კაცი გვანახეს, რომ აი ეს კოლცენტრი იყო და დავხურეთ. დაგვიღუპეს ახალგაზრდობა ამ კოლცენტრებით. აი ჩვენი ახალგაზრდები ვინც უცხოენები იცის. ანუ გადაიფორმეს ეს კოლცენტრები. ინტელექტის პარამეტრები მაღალი აქვს შედარებით, ესენი ყველა ჩააბეს აი ამ კოლცენტრებში. ეს არის ათასობით ახალგაზრდა ჩვენი ნაწილი, ჩვენი მომავალი, ასწავლეს კრიმინალობა, ასწავლეს თაღლითობა, იმ ევროპელი, ამერიკელი მოხუცების გადაგდების ტექნოლოგია და ხელოვნება, ამასთანავე ყავთ თურმე საშინელ რეპრესიებში და საშინელ შიშში, რომის მონაცემები არ გათქვანდა ეს ინფორმაციები სხვაგან სადმე არ ილაპარაკონ. აი ეს ბაჩლიაშვილის ბავშვის საწყალიც აი ამ სქემებს დანაშაულებრივ შეეწირა დარწმუნებული ვარ. ანუ ფაქტიურად ჩვენი მოწინავე ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიმინალის გზაზე დააყენეს და ამას ყველაფერს რა თქმა უნდა ივანიშვილის, კალაძის, ლილუაშვილის, ღარიბაშვილის კოლცენტრები წარმოადგენენ. და არა, უბრალოდ აი ეგ კითხვა ხო ლოგიკურად არსებობს, რომ ანუ თუ შე კოლცენტრების ფარველს იჭერ, კოლცენტრები სად არის, რომელი დახურე? აბა მითხარი, სად იყო ამ ადამიანზე იყო დახურე? იმ კოლცენტრებში ის ხალხი ხო დამნაშავე. ან ერთი კოლცენტრის დირექტორი, ვინც არის პასუხისმგებაში მიცემული გვაჩვენონ. ხო, ანუ ეს ხო არა, ისინი დამნაშავე, ეს ხო არა ისეთი ტიპის დამნაშავე, რომ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. შენ რო იცი რომ იმას ფული უნდა გადმოარიცხინო, გასწავლიან როგორ მოატყუო, როგორ, ანუ ეს ხო განზრახთაღლითობა. ერთი კაცი არ არის, ანუ გადმოიფორმეს. ჯერ მარტო ერთი ის რო ის დააზუსტო თურმე ევროპელი პენსიონერის ტელეფონი საკონტაქტო, რითაც უნდა დაელაპარაკო და შეაბა $500. ერთი. თქვენ წარმოიდგინეთ რა ფული ლექება აი ამ კრიმინალურ სქემებში. კარგი. ბოლოსკენ გიორგი, შენ სხვა დაგასტი თუ გინდა, მაგრამ მე რეგიონალურ მე ერთი ის მინდოდა მეკითხა აი ტაქსის ძღოლები, კურიერები, ვთქვათ, იყო მაღაროელები, ესეთი ხალხი იდეაში რომ ტაქსის ძღოლებიც პოლიტიკოს თქვენ უნდა გიყურებდნენ როგორც მათ გამხმოვანებელს და ცდილობა თუ გქონიათ მათთან მისვლის და აი როგორი არის, აი სხვა შემთხვევაში, როგორც ვთქვათ, ხარაგაულში იყო, რომ აი
ქულებს იწერს. ეგეთივე დამოკიდებულება აქვს თუ არა, ეხლა უპატივცემლო დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ხალხს არ აქვს. უპატივცემლოს არ ვიძახი, მაგრამ აი პირში გაგიღიმებენ, მაგრამ ხო, არის ეგეთი კატეგორია, რა თქმა უნდა, ყველგან აღარ მოგაქცევს. რაც შეეხება ტაქსისტებს, თქვენ გახსოვთ ალბათ ტაქსისტების რევოლუცია თბილისში რამდენიმე წლის უკან, როდესაც უნდათ ლიცენზიები შეწყვეტა და არაბეთიდან და ავღანეთიდან და პაკისტანიდან ტაქსისტების ჩამოყვანა იაფი მუშახელის სახით, ეს გეგმა ოფიციალურად არსებობდა. ამისათვის ტაქსისტები, რა თქმა უნდა, ფეხზე დადგნენ, გავაკეთეთ ორგანიზება საპროტესტო აქციების, რამდენიმე კვირა გრძელდებოდა ეს, შეგიძლიათ კადრებში ნახოთ, ასევე 1000-ობით მანქანა და ტაქსისტი მივაყენეთ ივანიშვილის სასახლეში სოლოლაკში არაერთხელ და საბოლოო ჯამში ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ხელისუფლებამ დათმო, ანუ გადარჩა ეს სამუშაო ადგილები და ლუკმაპურის სივრცე ადამიანებისათვის, ეს იყო ჩვენთვის თავარი, მაგრამ გაგვითამაშეს რა, გამოაცხადებინეს ხმა მაღლა, რომ ჩვენ არა ვართ ლეიბორისტები. ჩვენ არ გვინდა პარტია და პოლიტიკა, ჩვენ გვინდა ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. იქაც აღმოაჩინეს კი არა, გააქტიურეს თავისი აგენტურა, ტაქსისტებში წყავთ რა თქმა უნდა და ნახეთ როგორი ფილიგრანული მუშაობა ეს რუსეთიდან აქვს ნასწავლი, თვითონ ვერ მოწავდნენ. ჯერ წინა დღეს ეს აქტიური ტაქსისტების რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს და ატყდა ამბავი რომ დააკავეს ტაქსისტების ლიდერები, ხედავთ რეპრესიები. მეორე დღეს გამოუშვეს და ამათ გამოაცხადებინოს რომ ჩვენ არა ვართ ლეიბორისტები, არა ვართ პარტიულები, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება გვინდა და უკვე ძალა ქონდა მათ ნათქვამს ამ დანარჩენ ტაქსისტებში, რადგან დაჭერილები იყვნენ და გაატარეს იმაში საგანში, აი რა დიდ ბოროტებასთან გვაქვს საქმე, ხალხო, ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ, ოღონდ სასამართლოს განაჩენებით, პროკურორის დადგენილებით და საბრალდებო დასკვნებით. ამათი გზა მიდის ციხისკენ. ოღონდ მაგამდე შეიძლება ვნახოთ ჩვენ მათ შორის გინების აკრძალვა. მოდი ასე ვთქვათ, შეურაცხყოფელი აი ამას როგორ უყურებთ? მე რაღაც თეორიები მაქვს, ოღონდ ჯერ არ ვამბობ რა შეიძლება ხან, იმიტომ რომ ვაი და ეგ აზრი არ ქონდეთ, მე არ მივაწოდო თქო, მაგრამ ეს არის იგივე ირანული ზნეობის პოლიცია, რომელიც აიათოლებს ეხლაც აქვს, რომლებიც აკონტროლებენ არა მარტო გამონათქვამებს, არამედ ქალებს როგორ ახურიათ ის რაღაცა შალი და კაცები ხელს ხوار მოკიდებენ იმ ქალს, რომ ყური მოაჭრან. ეგ არის დაახლოებით ირანული შარიათის, შიიტური შარიათის გადმომღერება ონლაინ. ჩინური ბასიჯები უნდა გააკეთოს რა. ბიზნესეულ ჭორვილური მეთოდოლოგიით. აი ეს არის მთელი ისტორია და ჩვენ უკვე ვაცნობეთ, სწორედ აი სანამ აქ წამოვიდოდი გავაგზავნეთ წერილი კონგრესში, სენატში და პრეზიდენტ ტრამპთან იმის თაობაზე, რომ მას შემდეგ რაც გადაწყდა ტრამპ თაუერის მშენებლობა ივანიშვილის მიერ მიტაცებულ იპოდრომზე თბილისის და ეს კონტრაქტი შეცდომაში შეიყვანეს და გააფორმებინეს ერიკ ტრამპს, ტრამპების საოჯახო კომპანია Trump Organization არის ნიუ-იორკში განლაგებული და ერიკ ტრამპი ხელმძღვანელობს მაგას და რადგან ძალიან ხშირ შემთხვევაში დიდ მამებს სამარცხვინო შვილები ხავთ, რომლებიც დიდი მამის სახელს არ წხვენენ და საქმეს აფუჭებენ, აი მივწერეთ ტრამპს და ამერიკის კონგრესს და სენატს იმის თაობაზე, რომ წახალისებულმა ამ კონტრაქტით ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, რომ არის დაუჟელი და ახალი სიურპრიზის შესთავაზა ცივილიზებულ კაცობრიობას ირანული აიათოლების სპეცსამსახურის საქართველოში გადმომღერებით. და ძალიან მალე თქვენ ნახავთ ამ კონტრაქტთან დაკავშირებით რამ რისხანება დაატყდება კონკრეტულ პირებს, ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა ამერიკის პრეზიდენტის და საქართველოს წინააღმდეგ. ნუ 1 ივნისიდან შედის უკვე ძალაში. ეგ კიდე საკითხავია, რამდენად შევა ძალაში, ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ და ვიმეორება, არ არსებობს ხვრელი, სადაც ივანიშვილი შეძრობა და გადარჩება. მისთვის ყველა ხვრელი დაგეტილია, მისთვის გახსნილია ერთადერთი გზა გლდანის ციხისკენ და ევროპული ფაქტორიც რომ ერთი ორი სიტყვით მასაკვნად ვთქვათ ამაზეც, აი ორბანის ფაქტორი რომ გაქრა ევროპაში, რა საფრთხეები შეიძლება იქიდან ამათ ემუქრებოდეს. კაია და ასევე საერთაშორისო ფაქტორებში ბოდიში გასათვალისწინებელია ალბათ ფაშინიანი როგორ ელაპარაკა პუტინს, თქვენ ამას თუ უყურეთ არ მახსოვს, როგორ პირდაპირ უთხრა ჩვენ დიქტატურა კი არა გვაქვს, რომ სოციალები აგვგზავნოთ და ესეთი მინიშნებები გაუკეთა თვითონ კრემლში. ეს ძალიან მრავლის მეტყველი იყო ჩემთვის. ხო, არა მარტო ფაშინიანი, არამედ ჩვენ ფაქტურად მოწმე ვართ მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური რუკის, რუსეთის და მოსკოვის და პუტინის მცდელობა აეღორძინებინათ მოდერნიზებული რუსული იმპერია, დამთავრდა იმით, რომ ამ იმპერიამ დაკარგა ვენესუელა, კარგავს კუბას, დაკარგა ირანი, დაკარგა სირია
დაკარგა შუა აზია, დაკარგა ამიერკავკასიაში აზერბაიჯანი და სომხეთი და ერთადერთი წარმატება, რომელიც აქვს, ეს არის საქართველო. ამიტომ მთელი ბრჭყალებით ჩაბღაუჭებულია ჩვენზე ეს ორთავიანი არწივი და სატრაპად წარმოდგენილია ეს ბატონი თავისი დანაშაულებრივი რეჟიმით. შესაბამისად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ვართ ახალი გეოპოლიტიკური სივრცის შექმნის მოწმენი, ხოლო ორბანი ამ ახალ სივრცის შექმნას სერიოზულად აფერხებდა თავისი ჰუნურ ატილური, აი ეს ატილა ჰუნების მაგტომების ლიდერი იყო, ეგენი გამოყარეს ჩინეთიდან, იქ ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ არასვენებდნენ ამ ჩინელებს და დიდი კედელი ჩინეთის ცივილიზაცია ჰუნების წინააღმდეგ წადი დაგვანებეთ თავიო და დააწუნენ იქიდან, მოკლედ გადმოიარეს ეს რუსეთის შავმიწანიადაგიანი ზოლი შეიჭრენ ევროპაში და ახლა რომის იმპერიის აფეთქება დაიწყეს, რის გამო ძალიან ხშირად რომის იმპერატორები უგზავნიდნენ ოქრო ვერცხლს ამ ატილას, ერთხელ რომის პაპით ჩავიდა, ჩაუტანა ხურჯინით ძალიან ბევრი ოქრო ვერცხლი, დაგვანებეთ თავი შენიჭირო, სანამ ამას შეჭამდნენ, კარგად იყვნენ, მერე შეჭამეს და ისევ შეესივნენ და ორბანი იყო ჭეშმარიტი შტამაველი იმ ატილასი. უნგრელმა ხალხმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, 2/3-ით აირჩია მისი მოწინააღმდეგე ლიდერი. ლიდერს აძლევენ ხმას და არა თქვა მარტო პარტიის სახელს. ენდენ იმ ლიდერს, ეს ლიდერი დაამთავრებს ორბანიზმს ქვეყანაში მთლიანად და აბრუნებს ამ სახელმწიფო ცივილიზაციის გზაზე და რა თქმა უნდა ორბანის წასვლა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის საქმე ევროპაში დამთავრებულია, ვერავინ ვეტოს მის დასანქცირებას ვერ აქვს. რაღაც სანქციები, რომელიც შეფეხდა ორბანის ვეტოს გამო და რამდენად აქვს შანსი, რომ ამოიწიოს ისე დღესასწაულში სანქციებმა, რომელიც ორბანის გამო ვერ განხორციელდა. უახლოეს ხანში გიორგი ივანიშვილის ელოდება საშინელი სანქციები ევროკავშირიდან. აი თქვენ თუ მუშაობთ როგორც პოლიტიკოსი ევროპელებთან ამ საკითხზე. დღე-დღე მუშაობთ, საფრანგეთიც კი ავალაპარაკე და საფრანგეთის სენატში განვახილინეთ აი ეს ბოლო რეზოლუცია, რომლითაც ფრანგი სენატორები მოუწოდებენ მაკრონს დაადოს სანქციები საფრანგეთის მოქალაქე კრიმინალ ოლიგარქს. ეს გამორხილებელი სიგნალად შეგვიძლია აღვიქვათ თუ არა, ეს უკვე რეალობაა, რეალობა ჩალისფასი აქვს. არა, ჩალისფასი არ აქვს, ეს არის რეალობა, ისევე როგორც რეალობაა ლონდონიდან სანქციები, ლეიბორისტული მთავრობა და მიმოწერა გვაქვს ჩვენ ძალიან სისტემატური და ვიცით რომ ახლა გზადდება პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, ამიტომ არის გააქტიურებული ბრიტანეთზე თავდასხმა და დანიაზე თავდასხმა. ჩემი ინფორმაციით დანიამ უკვე გასცა დაპატიმრების სანქცია ან ივანიშვილზე ან მის რომელიმე ძალიან ახლო ჯგუფზე. ეს იციან რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნივერსალური იურისდიქციის გააქტიურება, რაც EU-თო მოითხოვა აპრილის თვეში, მოიცავს უნივერსალურ იურისდიქციის ფორმატში სანქციების გაცემას დაპატიმრებაზე. აი თქვა თქვენ რომ დაგაპატიმრეს და იყავით პოლიტიკური პატიმრები და ეს ფაქტია. აი ამის გამო შეიძლება თქვა უნგრეთმა ან საფრანგეთმა გასცეს დაპატიმრების სანქცია ივანიშვილზე. ანუ ეს არის უნივერსალური იურისდიქციის არცი და ეს მიშვებულია უკვე გაშვებულია ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ მაგათ უკვე იციან ძალიან ცუდი ამბები და შესაბამისად უფრო მწარდებიან და უფრო იკბინებიან შემოდგომის ბუზებივით. მაგრამ იმ განსხვავებით რომ შემოდგომის ბუზს შეუძლია დაიძინოს და გაზაფხულის ისევ გაიღვიძოს, ამათ პოლიტიკური გაბუძება გაგვწევს. აი პიკზე არიანო ეხლა და მეტი იქით თუ ცოტა ყურადღება არ მიექცევა ამათ, არ გონიათ რომ ცოტა მეტი შეუვლიათ გამომდინარე იქიდან რა ადამიანებიც არიან. აი რამდენად პიკზე არიან, ახლა ცოტა უფრო მეტი გეგმები ხო? მე მინდა მოგასწრებოთ, რომ მეტი მათ არაფერი აღარ შეუძლია. რაღაცებში რუსებსაც გაასწრეს პრინციპში, რაღაცებში ჩამორჩებიან ჯენ და აი რაში ჩამორჩებიან. ვერ გაასწრებენ რუსებს, რადგან პუტინი ხელზე ცოცვას არ ასწავლიდა, ცნობილი არაკის არ იყოს. ვერ გაასწრებენ. რუსეთის სხვა მოვლენა, რესურსებით, სივრცით, დემოგრაფიულად და რაც თავარია ათეული ათასობით ბალისტიკური ბირთვული რაკეტით. რუსეთის სხვა მოვლენა გათანაბრება ამ რეჟიმისა იმ რეჟიმთან მაინც არ შეიძლება, თუნდაც გამძლეობის და გადარჩენის თვალსაზრისით, შესაბამისად ამათ უკვე ახლა დაუდგათ ჟამი ანგარიშსწორებისა ხალხისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ამ ანგარიშსწორებას ისინი ვერ გადაურჩებიან, იმიტომ რესურსი არ გააჩნიათ არა. ჩემო გიო, იცი რას ვფიქრობ ხოლმე? თავის დროზე ღმერთი რომ იწებს არიგებდაო ქართველებმა დავაგვიანეთოთ როგორ არის ეგ ნათქვამი. ხო და ეხლაც როცა რაღაცა ესეთი ძვრები ხდება ქვეყანაში, აგერ სომხეთის, აზერბაიჯანის ყველა გამოერკვა, ჩვენ ისე ვაგვიანებთ. ვაგვიანებთ კი არა, ჩვენ მოგისროლეს გეოპოლიტიკის სადღაც ნაგავსაყრელზე იქით აი ამ რეჟიმმა, რადგანაც აი ეს ახალი გადაწყობა გეოპოლიტიკის პირველ რიგში ნიშნავს რას? ოქროს წვიმა საქართველოს თავზე. საქართველოს გარეშე ახლა ის ტრამპის გზა პიარია. ის გზა სანამ გზად გადაიქცევა და სანდობას მოიპოვებს, ვირიხეზიავა.
ჩვენ ვართ მთავარი არხი წყნარი და ატლანტიკის ოკეანეთა ცივილიზაციის შემაერთებელი. ჩვენზე უნდა გაიაროს იმ უზბეკეთის 300 მილიარდიანმა ინვესტიციამ ამერიკასთან რო გააფორმა ურანის მიმართულებით ყაზახეთმა, ჩინეთმა, ამარ ჯერჯერობით დარაჯობს დრაკონი. აზერბაიჯანი, ხო, მაგრამ იმ დრაკონს მალე თავი გავარდება. ყველა თავი. დიდი მადლობა ზარვადები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო თქვენთან საუბარი როგორც ყოველთვის და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. იფიქრეთ ჩემს იდეებზე და შემოთავაზეთ. თქვენს იდეებზე სულ ფიქრობ.